გამარჯობა მეგობრებო, დღეს ძალიან საინტერესო ეპიზოდი გვაქვს. ძალიან საინტერესო სტუმრით, რომელიც სიურპრიზია, მიუხედავად იმისა, რომ thumbnail-ზე და description-ში და ასე შემდეგ უკვე ნახეთ, ვისაუბრეთ core community-ზე, ვისაუბრეთ სპორტის და tech-ის გადაკვეთაზე, ძალიან ბევრი AI თემაზე, MCP-ზე და ზოგადად როგორია კულტურა development-ის და როგორ კულტურებისთვისა ყველაზე მომგებიანი AI-ის გამოყენება. ეს რა მაგარი რაღაცა აკაც ვიყავით. Let's go. Motor. ეს შევსოთ რა თქმა უნდა, არა მოვჭრათ. გამარჯობა მეგობრებო, დღეს ჩვენი სტუმარია ტატო, senior engineering manager TNET-ში, ზოგადად tech community-ის ლეგენდარული წევრი, ყველა პოდკასტის სტუმარი, რაღაცების მორბედალი და სხვა ასევე და პოდკასტის ავტორი. და უბრალოდ კარგი ადამიანია. და ტატო როგორ ახარ და მოგვიყევი შენს ახალ წამოწყებაზე მარიამთან ერთად, რომელიც არის ახალი community. პირველ რიგში მადლობა, რომ მომიწვიეთ. დიდი ხანია გიყურებთ შორიდან, დანიიდან. წარმატებებს გისურვებთ უკვე რაღაც ფიზიკურ სივრციდან და ჯერა რომ community-ს ღირებულად საკეთებთ, რომ პატარა გადახვევა არის, რომ ეხლა რა, ანუ ამ Tesla-საც ჩადებ, შეიძლება წლები გავიდეს და მე მომიკათ და აი ახალი თაობა რო წამოვა, იმათ მაგას community-ში გიცნოთ, დაგაფასოთ და თქვენი რაღაც ნასაუბრება თქვენი სტუმრების, მე იმათზე გქონდეთ გავლენა, ასე რომ ძალიან ღირებულ long term ინვესტიციას აკეთებთ. ეხლა რაც შეეხება რას ვაკეთებთ მე და მარიამი Core-ში. Core არის community, თავარი იდეა არის community, tech community-ის და სპორტული კლუბის გაერთიანება. რატო გახდა ეს საჭირო? ზოგადად რაც უფრო გაციფრულდა ყველაფერი და ბოლომდე გადავედით tech სივრცეში და კომპიუტერის წინ, ნელ-ნელა საჭირო გახდა, ცოტა წლები რო უკან გადავახიოთ, ხალხი ეძებდა რაღაც სხვა სივრცეს მაგათ დარბაზებს რაღაცა, რომ იქ გადაერთო გონება, იქ დარელაქსებულიყო. მაგრამ მე მეორე წარმოიშვა, რომ რაღაცნაირად tech meetup-ები ცალკეა, დარბაზი ცალკეა, სამსახური ცალკეა და რაღაცა ქშია რა და შენაერი ხალხის ონა გინდა და ძალიან პოპულარული ტალღა მოდის ახლა რაღაცა მესამე სივრცის, სადაც არის რომ შენაერ ხალხთან ერთად რაღაც მეორე შენ საყვარელ აქტივობას აკეთებ. ჩვენ შემთხვევაში არის რომ ტექში ისეთი ბაბლი ვართ, რომ სალაპარაკო სულ გვაქვს, თან კაი ხალხი ვართ და ამავდროულად არის რომ ძალიან ბევრი ტექ ტიპი აკეთებს ძალიან საინტერესო შეიძლება თუნდაც საინტერესო არ ანუ რა როგორც მაგათაც სირბილი ერთ-ერთი ყველაზე გაცვეთილი boring რაღაცა ეგეც სპორტებს რა და უბრალოდ გინდა ისეთ ადამიანთან კონტაქტი სადაც თან უცხო ადამიანიც რო იყოს გიმარტივდება კომუნიკაციის შესვლა, იმიტომ რომ შემსვლელი ფენა ლეიერი რაც არის ტექი უკვე იცით და უცებ შეიძლება იყოს კლოდ კოდის ბოლონიუსი რა შენს რაღაც ანუ ჩვენ მართლა მე და ჩემ მეგობარს გვაქვს ხოლმე რაღაც ზოგჯერ გარბენები სადაც მარტივი გარბენი სადაც თან ჭორაობ რა და ეწევი სიახლეებს და თან ლაპარაკობ რა კომუნიკაციის სახეა ხო და Core აკეთებს ამას რომ აი ამ ხალხს აკავშირებს პოდკასტები ერთ-ერთი ფორმატი რაც გვაქვს არის რომ ეს community რო დაასაპორტოს ერთ-ერთი გზა არის რომ მოვიწვიოთ ჩვენივე სფეროს ხალხი და ვალაპარაკოთ თავიანთ ინტერესებზე. რა თქმა უნდა, ტექსტებს ველაპარაკებით და გვყავდა სტუმრები არჩილი ვაშაინძე, ოთოლოლუა დანარჩენები, ნიკა ჯინჯიხაძე, რომელიც ძალიან სომლი თბილისი მარათონის რეის დაირექტორია და პროექტის შტამბერავი სულის და მოკლედ ეგ ხალხი გველაპარაკება ტექში რას აკეთებენ, მაგრამ ამავდროულად აი ენთუზიაზმით რო არიან რომელიმე კონკრეტულ სპორტში, აი იქ როგორ, იმიტომ რომ დეველოპმენტში მიჩვეული ხარ, რომ აი წიგნებს კითხულობ, ვითარდები, რომ რაღაც ლეველს მიაღწიო. მაგრამ ეგ მაინდსეტი ხშირად გადადის სპორტშიც რა და რაღაცა სტრუქტურირებულად მიყვები, რომ აი ეხლა მინდა რომ განვითარდე, აი ამ ბიზნესთვის მივიდე, უფრო ღრმად შედიხარ სიღრმეში და ძალიან საინტერესოა მაგ ხალხის მოსმენა, იმიტომ რომ შიგნიდან ცოტა სხვანაირად არიან რა, მოკოკილები რა. საუბრობთ რა, ანუ ზუსტად. ვიღაცა ხა ვინც არის, ვიღაცებთან ხო გილაპარაკე ხა დარბაზში დავდივარ ხოლმე ზოგჯერ ველაპარაკებ ტიპს, რომელიც 5 წლიდან ვარჯიშობს და ის მელაპარაკება პირდაპირ ORG-ის ტერმინოლოგიით რა და მე ვიღაცას ვინც ანუ ან დეველოპერი ან უფრო ესეთი ჩვენნაირი მაინდსეტი აქვს რა, სხვანაირი, აი უფრო bottom up approach-ი, იმათ რომ ესაუბრები რა
იმათგან მე უფრო კარგად ხედავ ხოლმე გზას რა ვთქვა რაღაცაში. კი, ზუსტად. ისიც ხორი ხოლმე, ხო იცი რაღაც motivational ვიდეოები როა რა. ანუ დასვით დეველოპერი აყურებინა რა ვიცი მაიკლ ჯორდანის ან ნებისმიერ ან სპორტული იდეის რაღაც quote-ები და რაღაცები და ძალიან applies რა. ანუ ის გზაა რომ ანუ shortcut-ები იშვიათია, ანუ ძალიან ბევრი უნდა ის შემოსდება ისება ხვიდე და ძალიან გავს რა. და თქვენი ის ანუ მაგალითად ვერტიკალი ამ შემთხვევაში კონკრეტულად რაღაც სპორტის და ტექის გადაკვეთა არის თუ არა სხვა ჩენელებსაც ვლებთ სპორტი და ტექი. ტექი შეიძლება თუ სპორტულ აქტივობად ვაქცეთ პროტეინის ის თუ არის. ანუ რეალურად ეგ იმიტომ არის რომ მე დაკვირვებული ვარ ჩვენს იგივე ხალხი ვინც არის რომ აი თუნდაც რაღაც ტრავმაც რომ მიიღოს ხო ამ ტრავმის შესახებ იწყებ ძიებას რაც სამეცნიერო ფურცლის კითხვას და აი ვინც computer science-ის ფურცლებს კითხულობს რაღაცნაირად აი ეგრე იკვლევს აი კონკრეტულად ამ ქსოვილზე რა დაზიანებას თილო ანუ reverse engineering ცდილობ მე ყველაფრისას რა და ანუ როგორც ადებაგებ რაღაცას შენს ხელშიც ანალიზებზე რაღაცა უფრო მეტად ჩართული ხარ იმიტომ ბიოჰაკინგი ყველაფერი საინტერესო ხდება რა და ძალიან ბევრია ჩვენს დევ სივრცეში ვინც ბიოჰაკინგით არის დაკავებული რა და მოკლედ ქორში აი ამ ხალხს ვაერთიანებთ ეხლა მოგიყვებით ძალიან მოკლედ კიდე რა გავაკეთეთ დაახლოებით 2 კვირის წინ ქორში რა გქონდა პირველი ფიზიკური შეხვედრა სადაც ვიყავით ივიკოს კეიჯში CrossFit დარბაზია ვინც თუ არ ვარჩოთ CrossFit არ გეცნობათ მაგრამ შეიძლება სვენელმა იცის და ანუ ივიკოს კეიჯი ჩემი და მარიამ ჩარგეიშვილისთვის არის ძალიან ღირებული ადგილი იმიტომ რომ იქ CrossFit-ი იქ დავიწყეთ და ძალიან კაი გარემოა ივიკოსთან რა და ვიფიქრეთ რომ მოდი ეს ხალხი გავაცნოთ აი ამ CrossFit სამყაროს იმ vibes რას ნიშნავს მაღალი ინტენსივობის ფუნქციონალური ვარჯიშები, მაგრამ დარბაზში კონდეს უნდა რაღაცა ტექთან კავშირი. რა მაგარი კადრი არის რომ გასთა რაღაცა თოქს რო აკეთებს. ჩვენც გაგვიკვირდა რა. რა მაგარი. ჩვენც ძალიან სურეალიზმი იყო რომ ორი ტექ-თოქი უნდა ქონოდა და არის ფიტნეს დარბაზი აქეთ გირები დამბელს ყველაფერი იქით სკიერგი როუინგის მანქანა თოკი ჩამოშებული და პროექტორი და ყავდა სტიჩოზა ლევან ველჯანაშვილი და ნიკა უთიაშვილი და საუბრობენ ერთი game development-ზე მეორე smart home-ზე რა და დარბაზში ყველა სავარჯიშოდ გამზადებული ვზივართ და უსმენთ ტექ-თოკერს რა ქონდა რაღაცა მე ტექ განხილვები და ეგ რომ მორჩა ეგრევე ჩაბერე სასტენში წავიდა ძალიან მაგარი ვარჯიში, აი ძალიან სიგიჟე ვარჯიში, მაღალი ინტენსივობის. ეხლა პრომისი უნდა დავდოთ, რომ ანუ შემდეგ ეგეთ ივენტზე მთლიანი ჩვენი 4-ვე უნდა მივიდეთ აუცილებლად რა. კი, ეგ no matter ვის შეგვიძლია, ვის არ შეგვიძლია. მე არაჩი მოსყადაშორის მოწეული სყავდა, თუმცა მე სამწუხაროდ ვერ მოახერხა და აი შემდეგზე აუცილებლად უნდა დავდოთ. შემდეგზე CrossFit-ი არ იქნება, მაგრამ ძალიან მაგარი რაღაცას გაგიმზადებთ და მანდ ყველანი მოდით რა და ეს ქორი მოკლედ რომ მოვასრულო მარიამ ჩარგეიშვილი რომელიც ჩემთან ერთად პოდკასტებში ყველგან ჩანს რეალურად ყველა იცნობს მე მგონი მარიამს მოკითხვა მისი იდეა იყო თავიდან თლიანად ანუ რაღაცა ცეცხლი ანთებული იყო შემეხმიანა და მე უკვე რაღაცნაირად მეც გადამიყვანა მისაზე რატო იყო მნიშვნელოვანი გავკეთებინა Damn, that's cool. ანუ ერთი ალბათ 10 წლის წინ ან მარიამ ისეთ ვიცნობდი მაგრამ ჩემი პარალელ კლასელი იყო და რაღაცა ისე მოხდა რომ მე დავათვალე სკოლა და რაღაც ვარჯიში დავიწყე და გაიშთა მარიამიც რა იქ ცოტახანი ოდიოდი მაგრამ ის უკვე მოხდილი იყო რა მაგარი და მე მაგის მე ანუ ცოტა პლატოზე მაგრამ CrossFit-ის ხოშოს დაექსპლორებული მაგრამ საქართველოში საინტერესო იყო რომ აი ხა რა არის საინტერესო რა ხა ნიკამაც ახსენა რომ ეს თქვენო ამ ვენის დიაგრამა რო არის რა ტექი და სპორტი და თითქოს ანუ counter intuitive ხა ერთი სხვი გასაგებია რომ ანუ ძალიან გიყვართ ორივე და მაგით ვაკეთებ და მეორე შეიძლება ღერდეს ისე რომ აი ვინ შეიძლება იყოს ან ძალიან პატარა ის არის რა მაგრამ მე მგონი პიტერ თიელის თოქში არის რა რაღაც Y კომბინატორის ერთ-ერთ ლექციაში. სხვა შორის პიტერ თიელი ცოტა ხნის წინ გავაირალდა ბიოჰაკინგის გამო. ანტიკრაისტ რო გაიჩნდა და მე ანტიკრაისტზე რო ჩაატარა ლექციები. That's crazy მაგრამ იქ ამბობს რომ ანუ რაღაცა ესე ბიზნესურად რომ მივიდგე რა ბიზნესი რა არის რომ რაღაცა X მარკეტი ანუ X რაღაც revenues ხნი values და აქედან Y-ს აკაპჩერებ და
შეიძლება რაღაც ძალიან დიდი რევენი გქონდეს პატარა და აკეფჩერ მაინც ბევრი იყოს ან შეიძლება პატარა X იყოს მაგრამ დიდ პროცენტს ეკეფჩერდე და მაინც დიდი value იყოს მაგრამ ну ეს იდეა შეშუში მთავარი ისაა რომ მე შეიძლება ამ პატარა იმიდან დაიწყო რა ამ პატარა გადაკვეთიდან მაგრამ მე მთავარია რომ კონცენტრული წრეები და შემოვა და გაზარდო ეს რა და მაგალითად ეს დავინახე ეს მე უკვე ნახე რომ როგორ გაზარდა თქვენმა იმანეს რომ ანუ საიდან გავიგე ქორის პოდკასტზე რა ანუ მე ვითომ რავი ტატოს ვიცნობ ყველაფერი მაგრამ ცოტა გამოთიშული ხო ანუ თქვენ რაღაცა ერთად ქორგიში მუშაობთ მაგრამ ცოტა გამოთიშული ვარ სოციალურ მედიებს მაინც და ანუ ჩემი ცოლი მიყავს ჩემი ცოლი ცოტა ერთი წელია რაც ამ ტექში დაიწყო მუშაობა და დიზაინერია და მარათონებს დარბის ხოლმე რა ძალიან უყვარს და ჩემი ცოლი მილინკავს რომ ნახეო თან ანუ ზუსტად ჰაკათონზე იყო მოსული შენ თოქი როცა იყო მაშინ ჩემი ცოლი შვილი მოიწო სანდროს ანუ ვაკეა დაამახსოვრდი და ჩამიგდო რომ ნახეო რა მაგარი ისაა და მე ჩაუჯიქი რაღაც ნახე 1-2 ის რაღაც ერთ ხან რაღაც კრეატინზე საუბრობდით მეთქი მაქსო შენი კომენტარი კი ეგრევე მე ჩახსოვდა გავუწე გაფართოვდა იგი ის და თუნდაც ეხა ან მაგხრივ იქნება რომ აქეთ ამ ხრიდან მოიმატება მხარს თუ აქედან ორივე მხრივ ძალიან კაია იმიტომ რომ ერთის მხრივ შეიძლება ჯუნიორებს აინტერესებს თქვა ტექი და მე პლუს ამას ემატებათ რომ აი ზუსტად ეხა მაგაზე ვფიქრობდი რა ანუ მაგაზე ვფიქრობდი ზუსტად რომ ანუ ესე შეიძლება ეგრევე იმაზე წახვიდე ფიქრის კონტექსტში რომ ანუ განა რამხელა გადაკვეთა უნდა კონდეს ამ წრეს რომ ანუ აი ეხლა დღეს დაინტერესებული მართლა რომ ენთუზიაზმით არის და მაგრამ მანდ მეორე საკითხია რომ ანუ ეს მარტო მაგას კი არ უყურებ შენ აი დღეს ამ კონკრეტულ მომენტში როცა მაგ აქტივობას იწყებ რამხელა გადაკვეთა აქ რა ანუ პოტენციურად ძალიან დიდი რაღაც წრეები შეიძლება ისეთ ასპექტებში იყოს ვინაის მაგალითად აი ჩემნაირი ტიპები რა რომ ტექში ძალიან დაინტერესებული ხარ you are struggling a bit რომ ძალიან ასე ვთქვათ კონცენტრირებულად მეორე წრეში დაიმკვიდრო თავი მაგრამ აი ეს გადაკვეთის წერტილი და ესეთ კომიუნიტები გეხმარება რომ ანუ რაშიც you struggle ცოტა იმ ხარით დააკომპენსირა რომ ანუ რაც არ struggle მაგეთი იმას რა შეავსო რა მან კიდე მგონია რომ აი ხა ვინც გვიყურებს დამწყებები ვინც არიან რა ძალიან მაგარია იმის ნორმალიზაცია რომ აი მაგალითად ტექ ხალხი არ ვართ მაინც და მაინც მარტო ტექის ენთუზიაზმები რა ანუ ნორმალიზება უნდა იყოს იმის რომ შენ ადამიანს ტექის გარდა შეიძლება გქონდეს რაღაც ერთი ძალიან მაგარი ინტერესი აი მაგალითად დარბოდე ან არ ვიცი ვიღაც შეიძლება არა მე რას ვიძახი ის ჩემ თავზე ვიძახი რა რომ მე რო ტექში ვიყავ ანუ ჩემ თავს თვითონ არ ვაძლევდი უფლებას რომ რაღაცა ჰობი მქონოდა რა და I was struggling a lot რა ჩვენ როცა დავიწყეთ ხშირად მაშინ ისეთი თაობის დეველოპერებს უკვე ამდენი ინდი პროდუქტი, ამდენი ინდი ბიბლიოთეკები, რაღაცები არ იყო შემოსული, რომ მათი კრეატორები ლაივში გენახა, ანუ ძირითადად ცოტა უფრო სხვა ასაკის ხალხი აკეთებდა და გავლენა ყოველთვის ყავი ლინუს ტორვალდსამდე და მერეც, რომ ეგ ხალხი სადღაც ბეისმენტში ზის, მტრიან მაგიდასთან და და თან ჩვენ გწყურო და ძალიან სწრაფად განვითარდა რაღაცა დროით რესურს, აი ვერ ხარჯავდი თითქოს სხვა რაღაცაზე, აი ალბათ რაღაცა ეგ პერიოდიც უნდა გაგვიარა რომ ანუ მოკლე დროში სწრაფი გეინი და მერე სხვა რაღაცები მაგრამ ადრე უფრო იყო და ეხლა უყურებ ხალხს რომელიც ნუ აღმოაჩინოს ჯანსაღი ცხოვრება და ეგეთი რაღაცა ყვება და ყველაფერს უნდა მივაქციოთ უფრო მეტი ყურადღება მაგრამ ჩვენს ირგვლივ ვინც არიან library developer-ები რაც framework-ები რაღაცები გაუკეთებიათ ჩვენი ასაკის ხალხი არის რომელიც სხვა mindset-ითაა და რაც კარებით მეტად გაიხსნა აი მაგალითად DHH-ი რო ავიღოთ ვიღაცისთვის კონტროვერსიული შეიძლება იყოს community-ში, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფიგურა არის, როგორ შეუძლია თუნდაც დინების წინააღმდეგ წასვლა და რამდენად მაგარი პროდუქტების გამოშვება, ისე რომ ერთ დღეს თქვას რომ TypeScript-ს ვიღებ, CSS ხელით წერ, მყავს მარტო 10 DevOps თუ რაღაცა, მყავს 30 ინჟინერი და მილიონიან profitable კომპანია მაქვს, open source-ავდება ამას AWS-დან მოვდივარ და მაინც წინა და ამის გარდა 24 საათიანი ნახევარ პროფესიონალი ლემანს რბოლის პოდიუმის აი დაჟგამარჯვებულიც არის
სხვადასხვა Shopify-ის CTO-სთან ერთად რგოლებშია და კიდე სხვა სპორტებში არის. და ვინც არის ის ლემანსი არის, აი ფორმულა 1-ით თუმცა 24 საათი გრძელდება, ანუ ცოტა ისეთ მანქანებში, ანუ. ნუ ფორმულა 1 ლატვერა, მაგრამ არა hardcore ფანები გაიგებენ. არა, ძალიან დიდი ფიზიკა და ამასთანავე სხვა მანტრა აქვს განსხვავებით სან-ფრანცისკოელი ფაუნდერებისგან რა და ამიტომ ჩვენთვისაც კარები გაიხსნა რომ ხედავ რომ სხვანაირად ხდება. აი მართლა აი creativity და რაღაცის ანუ ხა თუ რაღაცის შექმნაზე ფიქრობ და რაღაცა გინდა რომ ცოტა თავისუფლება გქონდეს ფიქრში ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი დაკვირვებით რომ რაღაცა აი სხვა რაღაცებს აკეთო რა არ ვიცი აი მაგალითად შენი კვირის განმავლობაში სულ მაგალითად 6 საათი გეძინოს და დანარჩენი რაღაცა რამდენი საათი ხო 18 საათი მაინდა-მაინც უკოც წერდე შეიძლება აი creativity-ში იმას გიქნას რა ცოტა რა და აი არ ვიცი აი მე მაგალითად ხელმოწერილი მიყვარს რა ტატოს სირბილი უყვარს დუდუს უყვარს პადელი ვთქვათ ნიკას არ ვიცი ნიკა კაი ადამიანია ანუ ხო და ანუ ყავჭიდი აი ნიკა ყავჭიდი რა ხო და მგონი არ დამშოვანია ეხლა თქვა რა ეხლა ვინც გვისმენთ იმაში დარბაზში რაღაც მოგწევს ხო ეხლა დარბაზში ვინც გვისმენთ დღეს ჩანეკა ჩვენ community-ში აღარ მახსოვს ვინ იყო ზუსტად მაგრამ ზუსტად burnout-ზე კითხულობდა წიგს რა და ანუ სერიოზული იშუა burnout-ი თან თუ იმას დავამატებთ რომ Max Spirals ძალიან ეხმარება სოციალები TikTok-ი და რაც აი თითქოს ცოტა ხნის საქმეს მოწყვეტები და doom scrolling-ში გადადიხარ და აი twins არ ვიცი ძილის წინ ასაკუთრებით აგლუვებს პირდაპირ რა იმენა სტრესი არის თვალებზე აღარ გეძინება და მე ცუდი ძილი მეორე დღეს უკვე საშინელებაა სხვათა შორის სადღაც იყო გამავისტამ კვლევა ბოლო დეკადაში როგორ დაიწია საშუალოდ კითხვის დონემ რა. აი ძალიან ცუდი wording-ი თქვი ხა ანუ სადღაც იყო მახსოვს კვლევა რომ ანუ იკვლევდნენ 1000-ობით ადამიანზე რამდენს კითხულობდნენ და ანუ როგორ ვითარდებოდა აი ამ წლების განმავლობაში მათი კითხვის უნარჩვევები რა და ანუ იკლებდა და თან ალბათ ისიც comprehension ანუ თვითონ გააზრებაც რა მეორე მხრივ მაგრამ ხო ანუ ზოგადად დიდი მომენტია ბიჭო ხო არა ანუ ეს small dopamine hit-ები რა ანუ ყველა სოციალური ქსელები და რაც არის ოპტიმიზირებული ის არის ანუ ფიზიკურად შეუძლებელია რომ იმ დონის გააზრება და რაღაც ინფორმაციის ათვისება მოახერხო მაგ წყაროებით როგორიც დიდი კონტექსტის გააზრებით არის რა კარპატის რაღაცა პოსტი მახსოვს მაგაზე რა რომ ძალიან კაი რეფერენსი ქონდა რომ ანუ workout-ის დროს, აი ოფლის წამოსვლა რაც არის, ანუ mental workout-ი რაღაცეების დროს, ანუ თუ არ გაიოფლე, რაღაცა თუ არ გაგიჭირდა რაღაცა და იქ არ დააძალე თავს რაღაცა, ანუ ისე ახალი რაღაცა ათვისება ძალიან რთული არის რა. და ამ ყველაფრის საწინააღმდეგო ფაქტორია სოციალური ქსელები და მაგიტომაც ხო რა უეჭველი აგლუვებს რა. ერთ-ერთი ალბათ ეს არის კიდე რომ აი სერიალები, TV shows რაც წერენ, როგორ გაიზარდა სერიალების მოხმარება რა. ანუ ეგ არის რომ attention span, ანუ შეიძლება ერთ საღამოს უყურო 5 სერიას, ან 5 საათამდე დახარჯო, მაგრამ 2 აი 120 წუთს რო ხედავ ფილმზე 2 საათზე უკვე აუ გეზარებ რაღაც აი რაღაცნაირად აღარ გინდა რა. მე ფილმს ვერ უყურებ. ეხ სერიალებს ვერ უყურებდი და ეხა უყურე იმას Stranger Things ყოფილა ეგ სერიალებს ვიცოდი რა. 2x-ზე გეყიდა. და ეხა დავიწყე და summary transcription. და ჩამიწვი ხა მე ნელ-ნელა მივუყვები ბოლო სეზონებისგან. ისე ან Netflix-მა რაღაც მომენტში ხო დავამატა რომ იმის მაგივრად რომ გაგიხსნა სერია თუ Spotify-მ დავამატა აღარ მახსოვს რატომაც. მაგრამ ანუ short-ებს გიყრი და არა Netflix ხონდა მე მგონი ამოიღეს ახლა არ ვიცი. ალბათ A/B test-ში მოკები სამღაც რა. აი ბაშო VPN-ი ჩართება გისმენთ. short-ებს გიგდებდა. რაც ერთის მხრივ ანუ Netflix-ზე ძირითადად ახლა რომ შედიხარ რა. ეგეც streaming subscription-ებიდან მარტო მაქვს Netflix-ი. რა მიხოთ იმისა რომ უკვე არაფერი არ არის. მაგრამ ანუ აი სულ ფიქრობ რომ აი ხარ ას უყურო რა. და 1 საათი, 9 საათი გავა, მე და ჩემი ცოლი, ამას ყუროთ, იმას ყუროთ, როელი ჩადნა. ძილის დრო. მომენტ. ანუ ისინი რომ კონდეს ეგ short-ები რა. უფრო მარტივად ამვირჩევ რა, ასე თქვა, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება doom scrolling-ში წახვიდე და საერთოდ არ შეიძლება. შემდეგი ლეველია რომ იმის მაგივრად რომ ფილმის მაგივრად სამ სერიას უყურებდი ახლა იმის მაგივრად ანუ სერიის მაგივრად უყურებ 500 shorts რა. არ ვიცი გიცდია თუ არა notebook LM-ი რო გავარდა ხო იმითი გავარდა რომ აუდიო და
მაგის მერე ძალიან კარგად ანვითარებენ მაგ პროდუქტს რა და ეხა პირდაპირ აგენერირებს ვიდეოს ან სლაიდშოუებს რა რომელიც ანუ უკვე ვიზუალურად რა იქვა და აგდებ ანუ თემებს აძლევ რაღაცა და ეუბნები რომ სლაიდშოუ მოგეს და 14-დან 20 სლაიდამდე აკეთებს და ვიზუალურად მართლა ძალიან კარგად აკეთებს რაღაც ახალი საგნის სწავლა თუ გინდა და მაინდმეპებსაც აგენერირებს იქვე შეგიძლია დამატებით ჩაეკითხო და კიდევ რაღაცა კიდე დაამატეს FAQ ფორმატით რო დააგენერიროს, ანუ ოღონდ რაღაცა ისწავლა. ეს საბოლოოდ გამახსენდა, რომ რაღაცა უცხო თემისთვის თუ საკმარისი დრო არა გაქვს უცებ და თლად მოსმენაც არ გამოდის და slide shows გაძლევს და და bullet point-ებად მიყვები რა. ეს გოგი არ ვიცოდი. აი ეგ ძალიან ახლა მაგარი. ეხა მაგაზე ცოტა ხნის წინ მოვისმენა ესე ძალიან საინტერესო take-ი რა. ნუ უბრალოდ სხვა ესეთი რაღაც წავიკითხე რომ ანუ როგორ ვიმახსოვრეთ რაღაცებს, ან დამახსოვრება არის რომ განზომილებებს ამცირებ რა. მაგალითად თუ გეტყვი რაღაცა წიგნს რო წაიკითხავ რა, ხშირად ან ბევრი წიგნი შედარებით თქვა ცუდი წიგნები ან უფრო recent ახალი წიგნები, შეგიძლია რომ მე ვიღაცას უთხრა რომ აი ეს წიგნი წავიკითხე და basically ამ წიგნის პოინტი იყო რომ რაღაცას რო აპირებ რომ გააკეთო, ყოველთვის ჩაიწერებ თქვა რა და ეგ შეგიძლია იმას რა, მაგრამ არის რაღაც წიგნები რა, რომ ეხლა რომ მოგცე მაგალითად წიგნი, რომელშიც პროსტო წერია 10000 სიტყვა რა. მოგცე წაიკითხეო და მე მეორე დღეს რა მეკითხავ და გისვა, გჭირდება რომ ეს წიგნი ხელში გეჭიროს, რომ იმპასუხო, ვერ შეამცირებ იმას რა. ნუ ეს ეხლა რადიკალური სამარა. მე ხომ ზოგ წიგში ისეთი იდეები არის, რომელსაც აი ვერც კი მოუყვები ესე მარტივად ადამიანს რა და ეგეთ წიგნები მე დროსაც უძლებს რა. ეხლა შეიძლება რაღაცები controversial იყოს რაღაცა, აი რავი, ბიბლია არის ხო მაგალითად ეგეთი რა, რაღაც ერთი მარტივის არა, ეხლა ბევრი თქვა იგავია და ამიტომ ვერ შეამცირებ რა და რაღაცა ცოტა ხნის წავიკიდე Black Swan-ი არის, რომელიც ეს კონცეფტიც არის. ხო. ეს კონცეფტიც არის ახსნილი და თან ეგეც წიგნია, რომ ესე ვერ მოუყვები ვიღაცას, რომ აი ეს არის და მე ეგეთ კონტენტს ვერც შორტებად ვერ ყოფ კარგად და ვერც LLM-ს როუნები დამისამრაიზე ვერ დაგისამრაიზებს და ამიტომ მაგრამ მაინც შეგიძლია ეს ნოუთბუქები კარგად გამოიყენოთ თუ შენ უკვე სკილი გაქვს და განსაკუთრებით software engineer-ს ეგეთ სკილი აქვს რომ რაღაც სწავლა რო გინდა ჯერ შენ თვითონ ყოფ sub პრობლემებად რომელიც თვითონ არის შემცირებადი და მე ეგრე ვუდგები რა და ჯერ თუ შენ ის სკილიც არ გაქვს რომ დაინახო რაღაც დიდი სისტემა ან ფუნდამენტი რაც არის ასაშენებელი რა ფუნდამენტს თული ექნება ის რომ დაყო შენ ჯერ ან როგორც ახლა კომპლექსურ software-ს პირველ რიგში ხო ყოფ ბაუნდარიებს აუგებ და მე მარტივია რომ სათითაო ეს unity ააგო და ცოდნაზეც იგივეა რა და შენ თუ ვერ დაყავი ჯერ რომ notebook LLM-ს რა აჭავ უბრალოდ უთხარი ხა პოდკასტი მომეცი machine learning-ზე ანუ რა თქმა უნდა ძალიან ის იქნება ზოგადი რა და ვერც ვერ ისწავლე. ნიშნულოვანი უნარჩვევა არის იცოდე ისწავლო როგორ ისწავლო. ანუ წლები გჭირდება ალბათ გონია რომ სკოლის მერე აი უნივერსიტეტსაც რო გალი უკვე ცნობიერი რო გაიაზრებს რომ შენ თავს რო წვრთნი უკვე რომ აი ასე სწავლა ანუ რაღაც დაზეპირება კი არა აი უცხო საკითხის გარჩევა აი კვლევა და აზრის გამოტანა რა მაგალითად რა შემიძლია და აი ასე ვსწავლობ რა და აი უკვე რო ვარჯიშობ ანუ ამუღავებ როგორ ისწავლო ეფექტური როგორ გახდე სწავლაში და ნებისმიერ რაღაცაში გადადის კუბიკის აწყობა თუ გინდა ანუ საიდან იწყებ ანუ შეგიძლია დააკვირდე აი რის კეთებას იწყებ ეხა ახალი რაღაცის სწავლა რო გინდა ან სპორტის ან ახალი უნარჩვევების ან დურგლ რაც გინდა რო აიღო უკვე ნუ ჩვენ უკვე გამოცდილი გვაქვს პროფესიაში ყოველდღე ვამტკიცებთ მაგრამ რაღაცა უხილავი ფრეიმვორკი გაქვს შენ თავს უკეთესად როგორ ასწავლი და სამწუხაროდ AI-სთან ეგ არის დღევანდელობაში რომ როგორ ისწავლო კაია რო იცვლება ანუ ყველა თავისთვის რაღაც კაი გზა შეიძლება აღმოაჩინოს მაგრამ უმეტესი ადამიანისთვის იკარგება რაღაც იმდენად შეყვები დინებას რომ გვიან აღმოაჩენ და უკვე აი აქამდე როა წყალი მომდგარი მან ხარ რა მე რო ჯუნიორი ვიყავი მე მგონია რომ აი პირველი 1 წელი ჩემი მუშაობის იყო რომ ანუ ეს ვინც იყო ჩემი სუპერვაიზორი ის მაიძულებდა რომ მე ანუ
რაღაც მოქცევის წესები მესწავლა რომ აი როგორ მესწავლა რა ჩემი და ის ცნობილი ლინკი არის რომელსაც გიო ახშირად აზიარებს ხოლმე როგორ დავსვათ კითხვები საუკეთესო ეს ძალიან კაი კაც სახელად მახოს აქვს ნათარგმნი ქართულად რომელიც ეს კაცი არ ვიცი სად არის მეილის ვიწერი მაგრამ არ მეილი არ ვიცი ატვირთა სიხარულიძესო რაღაც მახო 127 ნაროდრუ ესეთ საიტია და აქ დევს ეს ქართულად მაგრამ ორიგინალიც არის და ახლა ახლა კითხვები როგორ დასვა რა და გეხმარება შეხ მე გამქონია საერთოდ ერთი ძალიან დიდი ჯგუფი იყო Facebook-ზე. და ჩვენც ეგრე გავიგე. ჩვენ როგორ გავიგე მაგ ლინკზე? აჩვენე რაღაც კითხვა და ჩვენ ჯგუფში და ამას ლინკი ჩავუყარეთ. 2014 წელსში ეგეთი ეხაც არსებობს მე მგონი ეს ჯგუფი, მაგრამ აღარ არის ეგეთი პოპულარული ზოგადად ჯგუფი. Facebook-ი აღარ არის პოპულარული. Georgian Web and Mobile Development. მე მგონი ადმინი ვარ კიდე. და მან რაღაცა დაუწერე და ანუ მომდის notification რომ საფარამ დამიკომენტა და საფარამ მილინკავს სტატიას რომ როგორ დავსვათ კითხვას. მან ბევრი ცეცხლოვანი განხილვა ყოფილა. ეხლა იგი ხო იცი მაგ დროს ზოგადად ადამიანის ცხოვრება იბლინჩი მაგას როგორ გადაიტან რომ ანუ ამას მართლა წაიკითხავ თუ მილიან გახდები თუ გაყვანო მართლა წაიკითხავ ამას თუ რაღაც ანუ შებიჭო საბარაშე ნომერი დაწერე ბიჭო და ამიტომ ჩემთვის ის არის ხოლმე ეს ლიტმუს ტესტივითა ვიღაცაებს ულიკავ დღემდე ანუ ალბათ ერთი 10 ჯერ მაქვს ვიცვლი რომ რამდენჯერმა გამოყენებული არის იცი მე პროსტა ის რაზი кайფა რენდომად უყურებ საერთოდ არ ამბობ აინტერესებს რენდომნესი შემოქვს თავის სექშენებში ხო და ეხა ანუ ეხა რა არის პრობლემა მე ანუ ვიყავი ჯუნიორი იმიტომ რომ მაშინ შევძელი რომ მაშინ სამსახურში ამოყვანს ისე რომ რაღაც ჯგუფში რაღაც დაპოსტა თუ მე მგონი მე დავწერე ჩემი დავწერე წარმოგიდგენთ რაღაც ჯგუფში სადაც იყო 500 კაცი რომ აი ეს ტიპი ვარ და ვეძებ სამსახურს და ვიღაცა მეგრე მომწერა მეორე დღეს ვიყავ გასაუბრებაზე და დღეს ანუ და ყოველ შემთხვევაში რაც აი ეგ ჩარტი ალბათ გექნათ ნანახი რომ აი გამოვიდა ChatGPT და მაგის მერე junior hire-ები რომ ქვემოთქოდის და senior hire-ები რომ პრინციპში იგივე დონეზეა რა 37 signals-ი რო ეძებდა ეხა junior-ს ამოდინე თვის წინ ნანახი გაქვს ეგ 37 signals-ი აი DHH so ამოდ Basecamp-ი ყველაფერი თქვენს რომ ძალიან იშვიათად გვაქვს opening-ი მაგრამ ვეძებთო except აი გამორჩეულ junior-სო და ხელფასი იყო ნუ ამერიკაში უნდა მოიცა არა ამერიკაში ანუ ამერიკულ დოლარში იყო მაგრამ თუ სწორად მახსოვს არა მე ეგენი რემოუთად მუშაობენ და არ მახსოვს როგორ იყო მაგრამ მოკლედ $100,000 ზემოთ იყო და ყველასთვის შოკი იყო რომ juniors ასეთი ხელფასით როგორ იყვანთ თან მოთხოვნებში იყო რომ არაფერი თითქოს განსაკუთრებული არ უნდა იცოდეს უბრალოდ აი უნდა წყუროდეს რაღაც აი რაღაცას განსაკუთრებულს შედეგი ანუ ზდის ის უნდა კონდეს მანდ ეს რომ ანუ უნდა კონდეს წრფივი არა გეომეტრიული პროგრესით ზდის პოტენციალი უნდა კონდეს და ანუ არა უყვანიათ ვიღაც ანუ college graduate რაც 20 წლის ტიპია ეგეთი არა უყვანიათ რა ანუ შედარებით უფრო გამოცდილი დეველოპერი რომელიც ჯუნიორად აიყვანეს რა და ყველასთვის რაღაცა ეგ შოკი იყო და საბოლოოდ არის რომ ჯუნიორებზეც ბევრ კომპანიაში აბსოლუტურად გადახალისდა მოთხოვნა 2020 წელს აი კოვიდი ხო რაღაც ძალიან გამონაკლისი кейსია ტექში მაგრამ 2020 წელს ჯუნიორ პოზიციით თუ რელოკაციაც კი შეგეძლო აი კომპანია რომ წაიყვანე რელოკაციით იმიტომ ჯუნიორი ხარ აი ეგეთი რაღაცა no აღარანაირად ხო და ანუ ეხლა ნახე რა ვთქვათ ანუ ჩვენ დროს რა უფრო იყო რომ ანუ ისე რა სიგიჟეა AI-ის გარეშე ვაფშე როიჯექი და შენით რო წვალობდი და აი მართლა ის ტვინის ოფლიანობის აქტები ძალიან ბევრი გქონდა რომ რაღაცა გაგიკეთებინა გაგარკვია რა პასუხების ფურცელი რო არ გქონდა ხო ანუ იმენა მარტო შენ და კომპიუტერი იყავით პრობლემებთან და ეხლა ანუ თითქოს აი ეს საინტერესო არის რა ანუ AI-ზე ძალიან ბევრი ჰაიპი არის ძალიან აქტიურად იყენებს ყველა დეველოპმენტში მაგრამ ხარისხი ყველასთვის ერთი და იგივე ხარისხს დებს იმიტომ რომ ჩემი გამოცდილებით vibe coding-ს იქით რა ისეთ სისტემებზე არა რომელიც ძალიან მაგაზეც ვიტყვი მაგრამ თუნდაც აი ძალიან ჩვეულებრივ stack-შიც კი ხშირად არის რომ out of the box ეგეთ ხარისხიან ტესტებსაც კი
არ წერს პირველივე იტერაციაზე რა. არც ავტოკომპლიტში რა. დისტრიბუცია ძალიან ბევრი shit code-ია, იმ shit code-ზეა დატრეინინგებული. ანუ ტოვებს რას кейსებს რა. ანუ ძალიან ბევრი кейს ტოვებს რა. ანუ რაც არ უნდა აიღო. რომელი მოდელის, რომელი მან ყველაზე კაი ისა, როცა რაღაც კოდის დატესვა რაც გინდა და იმაზე ეთქვა კოდი დაგიწეროს. აუცილებლად ისეთ კოდს დაგიწერს, რომელზეც გაივლის ყველა ტესტი. ეგრევე მაგისთვის არის მუტაციის ტესტები. რა უნდა აქთან ახლა ანუ აი ნახე როგორი მიდგომით უნდა განვითარდნენ რომ აი არ ვიცი არ მოვიდეთ არა მე მგონია რომ ანუ რო ამბობენ რა doomed ეგრე არ არიან რა უბრალოდ მან რამოდენიმე ასპექტია ერთი რომ ბუნებრივად მოთხოვნა ზოგადად ამ მიმართულებით გაზრდილი არის და თან შესვლის ბარიერით თითქოს არ არის და ძალიან ბევრს უნდა შემოსვლა კითხავს ხვდებით რომ მე მგონი შეიძლება რაღაც მომენტში ჯუნიორებზე, იმიტომ რომ ეხლა ძალიან მარტივია რომ ვიღაცა ყოველთვის რომ ჯუნიორის გაზდაზე შრომას დებდი, ეხლა არის რომ რაღაცების სწრაფად იტერაცია შეგიძლია ჯუნიორის გარეშე, მაგრამ რაღაც მომენტში დაგჭირდება ისევ კარგი ინჟინრების გამოზრდა რა, სადაც მე მგონია რომ ჯუნიორების წილი ისევ მოიმატებს. ერთი რაც არის რომ ადრე თუ იყო რომ უბრალო HTML CSS გვერდი რო აგეწყო, ანუ რომ გამორჩეული ყოფილიყავი, ეხა იქ არ ყოფნის. ეხა აკრობატიკას უნდა ატარებდე, რაღაცა, ხო რა YouTube-ზე. კონდეს დაიმპლემენტირებული. კი, რაღაც სიგიჟე პროექტი უნდა აწყო, YouTube-ზე ვაირალ უნდა გახდე, რომ ვიღაცამ ალბათ გამოგიგზავნოს რა. თუმცა საერთოდ მგონია რომ დუმდა არიან. მან თავარი პრობლემა არის, რომ არ უნდა დაკარგონ აი ანუ განვითარების როგორ თქვა, ნედლი შესაძლებლობა და რას გულისხმობ მაგაში რა. რესურსი როცა გაქვს რომ ისწავლო შენით და ივარჯიშო რაღაცეები და ყველაზე მნიშვნელოვანი წლებში როცა ახალგაზრდა ხარ დღამის გათენება შეგიძლია, ბევრი რაღაცით გონება ჯერ კიდევ არაა დაბინძურებული, ბაიას ეს ტექსში რაღაც მიკერძოებები ჯერ არ გინახავს და ჯერ კიდე იმით ხარო რა ჰოლივორები ჯერ კიდე გიხარია და შეიძლება თქვა რომ აი PostgreSQL-ზე მაგარია და კბილებით იცავ რა. ნუ ეს სხვათა შორის ჩვენ სფეროებშიც ბევრგან გვხვდება რაც კომიკურია ხოლმე, მაგრამ თემა არის რომ მაგ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია რომ შენი შრომა ჩადო. რასაც ვამბობდით ცოტა ხნის წინ რომ AI გამოიყენო როგორც ასისტენტი, როგორც მაგათაც ჩვენ გონვენ რომ აი კალკულატორი როგორ უნდა გამოგვეყენებინა, როდესაც ისწავლი არითმეტიკის წესებს, როცა ისწავლი წილადები როგორ მუშაობს, ლოგარითმები რაღაცები როგორ მუშაობს, მე შეგიძლია ეს კალკულატორი აიღო, დიდი ფართო სამეცნიერო კალკულატორი, რომელიც ავტომატურად ამოგიხსნის ყველაფერს რა, მაგრამ ეგ არნიშნავს რომ არ იცოდე ფუნდამენტში რა არის. ჯუნიორებზე ეხა რაც იქნება თავარი და უკვე არის ფუნდამენტების ცოდნა. არსად არ მიდის ეგ ფუნდამენტები, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა კლოდ კოდმა რომ ბანი იყიდა რა, ამაზე მე კიდე გავარჩიოთ, მაგრამ ანუ არსად ფუნდამენტები არ წავა რა, ანუ თუ შეიძლება კლოდ კოდს რომ და როგორ დაევაებ კოდებინა ბანი 2 მაშინ გააკეთებდნენ რა, ანუ ბანი რო არ ყოფილიყო, ბანს ვერ დააგენი, ანუ სადღაც კატვინა. შოინც არის ფუნდამენტები, იმიტომ რომ ეხა ვიღაცას რო რაღაცა ტასკს აძლევ და მე სავარაუდოდ ეხა თქვა გამიხო რაღაც take home სიტუაცია რაღაც ეგეთი რა. მე უკვე მეტი ის აღარ ყოფნის შენ ტესტად რომ ამან გააკეთა ეს ზუსტად მე უკვე ზუსტად ანუ ხო რა მაგას უკვე იცი რომ გააკეთა ჩვენ დროს რო იყო მე მახსოვს უნივერსიტეტში რო სწავლობდი მაშინ ცოტა უფრო ასე ვთქვათ მოხდილი ლექტორები ვინც იყვნენ ამბობდნენ რომ open book-ია დოკუმენტაცია ყველაფერი გახსენით ეს ოღონდ გააკეთეთ ეს ამოცანა და ეგ mind challenge იყო იმიტომ რომ დოკუმენტაცია უნდა იცო ანუ უნდა გეცნო რომ კლასში იყო რა მეთოდი გჭირდებოდა რატო გჭირდებოდა და ასე შემდეგ და juniors ანუ ძალიან პრაგმატულად რო შევხედოთ juniors მოწოთ ფუნდამენტის ზონა როგორც კი გაექცევათ რომ AI-დან მიიღონ პირდაპირ suggestion-ი და რაღაცა და ამას დროულად ვერ მოთოკავენ დაღმავალია შეიძლება ბუსტი კონდეთ იმიტომ რომ output-ი აქვს ანუ output-ი მეტი აქვს მაგრამ არ ნიშნავს რომ ეგ ყოველთვის დიდი იმპაქტის მატარებელი იქნება რა და ეგ როდესაც პროდუქტულ კომპანიებში მოხვდები ძალიან ნათლად ჩანს რომ მე რისი გაკეთება შეგიძლია რა ბიზნეს გადაწყვეტილებების დრო როდესაც მოვა ანუ ყოველთვის ჯუნიორი არ იქნები რა ასევე როგორ დასკალირდეს რაღაცა რა
და როდის როდის დასკალირდეს, რატო გიღირს, ანუ მაგალითად AI შეიძლება რაც ვარიანტში გთავაზობს, რომ გამოიყენო რაც ისთვის Kafka რა, ანუ ოკეი, მაგრამ რატომ მაგალითად სხვა არა რა, ანუ სისტემ დიზაინი რო აიღო, მაგალითისთვის რა დროს გჭირდება, სად არის მაგისი ტრეიდ-ოფი რა და ამაზე შენ უნდა გქონდეს რაღაცნაირად ფეხი მოტეხილი, მაგრამ აქ სანამ მიხვალ უნდა იცოდე ფუნდამენტები რა. და თან ისეც ხო იყო პრობლემა. კი. რომ ანუ bootcamp-ის თქვათ შედარებით bootcamp-დან წამოსულ ხალხს და არა მარტო ისეც ხონდა ხოლმე ხა ადრეც რო ვაინტერვიუებდი ამ ზუსტად. ისეც ხონდა ხოლმე გარღვევა მაგაში რომ ხა რაღაცას მაგალითად აი JavaScript-ი არის ან React-ი იციან მარტო. ზუსტად. ჩვენი task-ი ერთ-ერთი იყო ხოლმე GoPR-ში ხა ადრესაც რაღაც მომენტში ყველამ ერთად ვიმუშავოთ რომ რაღაც პირველი დავალება შეძლოთ ხოლმე ეგეც რაღაც React-ისას და ყველა ხსინდა და მეორე რაღაც აი დაწერე შენი event emitter-ი ხო რაც ახლა JavaScript world-ში ძალიან ისეთი რაღაცაა ხო ანუ მაგათ თუნდაც ახლა რომ წარიყო просто graduate-ი რო იყო რაღაც დონეზე თან ვუხსნიდი ჯერ რომ თქვა აი ეს არის event emitter-ი დაახლოებით ვანახებდი რომ აი და ანუ მან დიჭედებოდა ხოლმე იმიტომ რომ რეალურად არ იყო რთული მაგრამ ახლა მე არ ვთხოვდი რაღაც ისეთი full proof event emitter-ი დაწერას მაგრამ უკვე როგორც კი გადადიოდა იმ tunnel vision-დან რაშიც ხონდათ რაღაცები და ეხა მით უმეტეს არის იმიტომ რომ ოკეი ეს ამ აისბერგის წვეთს ეგრევე დაგიშიფავ და განახებ და მე ქვემოთ ნაფერი არ ვქნა კიდე ერთი მაგრამ და ერთსაც დავამატებ რომ კიდე ეგ doom and gloom რაც არის ამაზე რეალურად ეხა Hacker News-ზე იყო ცოტა ხნის წინ ალბათ ამ კვირაში ძალიან დიდი thread-ი და ბევრი ხალხი წერდა და ამერიკაში ეხა ის ფაქტორიც არის რომ იქ რეალურად რა expectations იყო რომ შენ კოლეჯში აბარებდი თქვათ იქ სესხს იღებდი რომ ეს მართალი ხარ 100-150,000 $200,000 გადაიხდიდი ამ სწავლაში და ანუ პირობა იყო რომ როგორც კი დაამთავრებდი წახვიდოდი იმშავებდი იმაში რა და ეხლა შენ თუ რაღაც ერთწლიანი შუალედი გაქვს ანუ ორწლიანი თუნდაც უკვე და ამ ხელას ეს ხი გახარებული რაღაცა მაშინ ბევრი მტკივნეულია ის რომ გიჭირს რა და ბევრი ფაქტორის გამო გიჭირს რა და ეხლა თუნდაც ჩვენს რეალობაში სადაც ჯერთი აუცილებლად არცად არ არის ზოგადად, მაგრამ მით უმეტეს ჩვენთან არის აუცილებელი რომ რაღაც უნივერსიტეტიდან მოდიოდე. ან მე უმრავლესობას არც ეგეთი ის არა აქვს რა, დროის ფაქტორი რა. ის დრო შეგიძლია რომ ერთი წელი ის განვითარება, რასაც ადრე ჯუნიორი ხა მე რაც მოვყევი რომ ეს სამსახურში მქონდა მაგის უფუნება რომ თან ფულს ვიხდე და თამუშავდი თან რაღაცნაირად ვითარდებოდი. ეხა სხვა გზებით მოიპოვა და რაღაცა networking-ით იქნება თუ აი რავი ამ ჰაკათონზე მოწილეობა იქნება თუ ასე შემდეგ მაგით გამოიყენო რომ შენ აი მაგასაც დავამატებ, просто ამაზე მინდო ჯერ დავამატებ რომ მე ჩემი კარიერის განმავლობაში ამიყვანია ხალხი, რომელიც აბსოლუტურად სხვა სფეროდან გადმოსულან, იურისტები, ფიზიკა, რაღაცა ელექტრო მიმართულებებიდან, არატექიდან ხალხი, რომელმაც მიგრაცია გააკეთეს მთლიანად ტექში და დაიწყეს კოლისწერა დაწყებული რავი საერთოდ არატექური მიმართულებით ფიზიკა და კი არა პროექტ მენეჯმენტიდან და რაღაციდან რა ეს არატექ პროექტ მენეჯმენტებიდან ასე რომ ეგ არის რომ ზუსტად რამდენი ხანი შეიძლება რაც pain-k-ურ შეხვიდე grinding-ი და გამოხვიდე რა დალეველაპებული მაგრამ ეხა ყველაფერი სწრაფად ხდება და ეგ დრო უფრო იკლებს რა ერთი ეგ არის კიდე რასაც დავამატებდი აი ფუნდამენტებზე რომ საუბრობდი არის რომ ეს სწავლების არ ვიცი შეიძლება ჩვენ უყურებთ ხანად უბრალოდ ნამდვილად არ უნდა გამოჩნდეს რომ 4 კი არა 5 ტიპი ვზივართ და აი ბუმერებივით ახლებს ვონოთ რომ ჩვენ დროს როგორ თავი არა ეგ საერთოდ არა უბრალოდ სწავლა არის ჩვეულებრივი ვარჯიში რა და AI-ს თუ არ გამოიყენებ მოდერაციით ამას გართმევს როგორც მანამდე ვთქვი და ეს წართმევა მარტო სწავლის წართმევა არ არის მე არის უკვე აზროვნები გაანალიზების უნარის წართმევა რა რამდენად შეგიძლია წაკითხული ტექსტის გაზრდა ჩემ დროს ჯერ კიდე როდესაც მე ვსწავლობდი მე მახსოვს ესეების წერა როგორ უჭირდა ხალხს ანუ ეს წერა ის ფორმატს რო თავი დავანებოთ და ლამას ხატულ რაღაც ეგ არა თავისუფალი თემა არის მოცემული რომ გაიაზრო და დაწერო გრამატიკა შეიძლება გიჭირდეს არასწორ რაღაც შესავალში ფორმატის მაგრამ არგუმენტაცია და ნააზრევის დაწერა როგორ შეგიძლია და ამის კითხვის დასმა ანუ რაღაც მეორე მხრიდან რომ დააჩელენჯო რა ასე რომ ვთქვათ რა და ამას კარგავს
და ძალიან ცუდი მიმართულებით, იმიტომ რომ როგორც კი აი ეს სადავე ხელიდან გამოგვეცლება მარტივად მოწყვლადი და манипуლირებადი ვიქნებით. ისედაც თანამედროვე ალგორითმების ერაში თლიანად манипуლაციების ქვეშ ვართ რა და ყველა მხრიდან ზოგან კამერა გიყურებს, ზოგან საიდანღაც რეკლამა გიხდება, ზოგან სადღაც ბოტები გესევიან, ზოგან დეზინფორმაციას გაჭმენ და დეზინფორმაციას ყველგან გაჭმევენ. ეგ კი არა სამეცნიერო ფურცლებშიც არის და ეხლა არის რომ ამას აკოპირებ AI-ს ეკითხები რომ ეს მართალია თუ არა? გროკ მითხარი რა ხდება და ანუ ამაზროვნებას რო გართმევს გამოდის რომ მე რაღაცა მოდელების ფაქტობრივად დამოკიდებული ხარ მოდელზე და მე მახსოვს ChatGPT 4.5 რო გამოვიდა თუ 5 4.5 გამოვიდა მე მგონი ხალხი იტიროდა რომ 4 ჩემთან ბევრად უფრო ემოციურად გახსნილიყო. ანუ ეგ ნიშნავს რომ ანუ ფაქტობრივად რაღაცა მოდელზე ხარ მიჯაჭვული და იმ მოდელს როგორ დააწიუნინგებენ მე მაგის გავლენის ხელს რა გარანტია გაქვს რომ განსაკუთრებით ამერიკაში იმ მოდელებს ასიყენებ, რომ კონკრეტული მთავრობასთან ერთად რაღაც ლობირების შედეგად არჩევნებზე ცდილობდნენ 10 წლის წინ გავლენას ბოტების ქარხნით და როდესაც AI გაქვს, რატომ არ შეგიძლია რომ ის ვეითები რაც გაქვს, სხვანაირად გადაანაწილო. Twitter-ის ალგორითმი რო დაიდო და უკრაინის ომზე რო tweet-ებს suppressing-ს უკეთებდნენ, ხო? ანუ და ეხაც YouTube-ზე რო სხვა, ანუ AI-შიც იგივე, ანუ პირდაპირ გავლენის ქვეშ შეგცევი. გავაკეთებს რა, ტიპი გეოპარაკება თავის რაღაცით. და ნებისმიერ ხო და მე ნებისმიერი მოდელზე რაც მიჯაჭვული ხარ და ანუ ნელ-ნელა და ანუ შენ თავს კარგავ რა და შენ მე ჩემი გადმოსახედია ეს მოკლედ ჩემი მოგზალებული გადმოსახედი, მაგრამ შენ რჩები რაღაცა ის shell რომელშიც მე ნელ-ნელა რაღაცას ასხამენ და ანუ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ანუ ტექამდე სანამ მივალთ რომ შენი თავი არ დაკარგო რა. ანუ ეს შენი შინაგანი რაღაცა ცნობიერი შეგჩეს და მე ტექსტსაც ისწავლი და პიანისტობასაც და თუ ეს გააზრებული გაქვს ორივე შემთხვევაში AI-ს დაიხმარებ როგორც multipliers რა. ანუ რაღაც research-ი მინდოდა ტრავმა მქონდა ფეხზე, ანუ ნელ-ნელა არ დავიწყებ წიგნების და ჩემი მაგალითად სამედიცინო განათლება ქონდა და რამე რომ ჭირა გადმოალაგდე და ენციკლოპედიებს ეძებ და ასე მოგინახავთ. ანუ მაგის ძმას ანუ deep research გააკეთებ მე მეორეს ჩავაგდებ ვალიდაციას გააკეთებ და სწავლობ. ანუ 10 ჯერ სწრაფად აკეთებ. მაგრამ ეგ ხო არ ნიშნავს იმას, რომ ანუ ნებისმიერ აზრზე რომ ჩავაგდო და ის ბოლოსკენ რო შევაჯამო, აი რო გავიხსენოთ Gemini-ის ადრეული ვერსია და რო გეკითხა რომ მე-16 საუკუნის გამოჩენილი ასტრონომი მითხარი რომ შავკანიან ადამიანს აგენერირებდა ფოტოგენერაციით რა და ეს მაშინ გვეშარჟებოდა, იმიტომ რომ ახალი იყო AI და რაც Will Smith-ის პირველი ფოტოგენერაცია იყო თუ რა სპაგეტის ოჭანდა აშკარად ასეც ოჭანდა, მაგრამ აბა უცებ გადაახვიე Sora 4 წლის მერე სად მოვიდა ხო? ეხლა გადაახვიე 7 წლის მერე ხო? AI სად იქნება? და მე რო ეკითხები რომ აუ დავალება მაქვს ეს და აი დამიწერე ესე გამოჩენილ რავი მე-16 საუკუნის ასტრონომზე რა. რა იცი რა იქნება? ის ხო შეიძლება ბოლო პერიოდში დავიჭერე ანუ ჯერმე ჩემი თავიც რომ ანუ ისეთი ამ ვკითხე LLM-ს რაც იყო ანუ რეალურად მოსაძებნი ანუ და არა ისეთი რაღაცა რაც ახლა რაღაც ისეთ ძველ ინფორმაციას რო ეკითხები უფრო მეტი შანსია რომ მართლა იცოდეს და რაღაც ახალს რო ეკითხები რა და თან მე დავაფიქსირე რომ მაგას რეალურად როგორ ხდება ახლა ახალი მოდელები ხდებიან რომ რაღაც ისეთ ეკითხები რაც ახალი ახლა რო კითხო მაგალითად რომ აი გუში რა მინდი იყო თქვათ რა თუ ხელსაწყო გამოიძახოს ხელსაწყოს გამოიყენოს web search-ის და მით უმეტეს ახლა Google-ი მაგაში ყველა ძლიერია, მაგრამ ამას ადრე პირდაპირ გიწერდა სულ რომ აი გამოვიყენე ძებნა. ეხლა ამას აღარ გიწერს რა. რაღაც მომენტში იჭდება, მაგრამ როგორც კი მორჩება აღარ გაჩვენებს და ანუ ჯერთი ჩემთვის ეგ მინუსია, იმიტომ რომ უკვე ნაკლებად ვენდობი ხარ. მაგრამ მაგას რატო ვენდობოდი ისედაც thinking მოდელები რო არის და რას აკეთებენ step by step ეგეც დაგენერებულია და Anthropic-ის იყო თუ Apple-ის იყო არ მახსოვს რა. კვლევა იყო რომ ეგეც ჰალუცინაციაა, მაგას არ მიყვება. არა ხო შეიძლება ის search result-ი საერთოდ დაიკიდოს, მაგრამ იმას ვამბობდი რომ ანუ თუ იმას მაინც ხედავ რომ რაღაცა დასერჩა და მე რაღაც source-ები აჩვენა და რაღაცა და ეხლა მე მგონი უნდათ რომ ეგ კლიანად შენ გეგონოს რომ ყველაფერი თვითონ იცის ახლა იმიტომ რომ ნორმი საერთოდ არ იცის consumer-მა საერთოდ არ იცის შენც იგივე სიზამდი შენი პროდუქტი როგორ შენც იგივე სიზამდი ზუსტად მაგრამ ანუ ძალიან მარტივია ანუ მე ახლა როცა ჩემ თავს ვთვლი რაღაც advanced user-ად და მე თვითონაც უკვე მაგ
ჭექჩოები მიჩნდება, რომ ამას ვკითხო ბევრი რამე რა. შენ ცოტა ხანი დაელოდე ამ წლის ბოლოს რო ჩაირთვება ChatGPT-ში payment-ების marketplace, ანუ ეხა მარტო reviews დაბლოკილია ეხა შეიძლება გაამზადო, მაგრამ წლის ბოლოს review ირთვება, აი მერე ნახავ. app-ების embedding-ი რო ჩაირთვება და payment SDK. აი მერე ნახე რა იქნება. ძალიან საინტერესო დრო. ბავშვებს ეხა გამოცხადა SMLTM-მა code ready რა. რომ ხალხო შეეშვით ამ რაღაც ფიჩერების დაშიფვას და ფოკუსირდეთ ChatGPT-ზე. ალბათ იგივე ხორი გაასწორეთ ან თვითონ API-ც და მოდელები. საშინელება. აშკარად რა. ვაფშე თითქმის აღარ ვიყავ. აი ჩემი მოსაზრება არის რატო მე რატო აღარ ვიყენებ რა. ანუ უფრო consumer face რაღაცებისთვის ვიყენებდი და მაგისთვის ახლა თქვა Gemini რა. აშკარად ჩემი უკეთეს search-ზე არის დაფუძნებული და ისედაც ძალიან სწრაფია. თუ სურათის დაგენერება AI სტუდიო რაც გააკეთეს. მე AI სტუდიოში ვზივარ სულ რა. ძალიან მაგარია და ანუ მარტო ლელენს კი არა პროდუქტის შრეზე. კოდისთვის თუ გინდა default-ად იცი რომ Anthropic-ისკენ წახვალ. უფრო enterprise. Reddit-ზე კაი search-ი თუ გინდა წახვალ Perplexity-ისკენ და ChatGPT არის კაი UX-ი. ეხლა რაც დარჩა, ყველაზე კაი UX-ი აქვს და memory-ის გამოყენება კარგად შეუძლია. არა. ხო მე საერთოდ შუაში დარჩა რა, გაიჭრიდა ქაინდა. ანუ აწევდნენ უფრო consumers და ეხა იჭრიდა. ეხა გავტესტე რაღაც შოპინგი მინდოდა და ვითომ ხო დაამატეს რა რაღაცებს ეძებ რა. ანუ შეგიძლია ჩაუწერო რომ მინდა რაღაცნაირი ფოტოსები ესეთი და მომიძებნე და ამ ჩატში იმაშვება ეს რაღაცა გიგდებს რაღაც. რა კაი შეფასება არის. როგორ ის ჩატში ანუ ვერაფერ ვერ ვიყიდე ეხლა და რას მინდა გაიწერჩი. ანუ ვაკერტი ყიდვას გამიზნული მქონდა. ვერ დღეს ვნახულობდი მაგ ეფების იმას რა. ანუ OpenAI-ის რო OpenAI-ის ვიღაც ტიპმა უკვე გააკეთა და იქ რაღაც Y კომბინატორის იმას ჩააგდო რა. რომ ეს API რო გატესტო OpenAI-ის API. მაშინ მაგათი იმაში რაღაცები უნდა არის რო ხო იცი უნდა იჩალიჩოდა. ამან გააკეთა, ანუ რაღაც sandbox-ი გააკეთა, რომელზეც იგივე API-ები აქვს. რომ მარტივად გატესტო ლოკალურად თქვა ChatGPT API რა. და საკმაოდ კაითულია და აი Raycast-ს უიყენებთ. ან შეიძლება Slack-თან რაღაც დონეზე გაავლო პარალელურად. Slack-საც ხო აქვს რაღაც ინტერაქციული ფიჩერები რა. ანუ ბევრად უფრო მოხდილი ეგეთი API აქვს რა. ოღონდ ყველაფერი მუშაობს MCP-ზე რა. ანუ ყველაფერი ან tool call-ია, ან რესურსია და ეგეთი რაღაცები რა. და ცოტა სხვა ანუ paradigm shift-ი არის. ანუ მაგრამ თან მეორე მხრივ apply-ის რომ ანუ როგორც გააკეთებდი რაღაც client server არქიტექტურას, მანდაც ეგეთი ისა და მოდი ძალიან დამაინტერესა რა და მე მგონი კაი აბსტრაქციაა რა. ვა, ეგ გაგიწოდი. ანუ ამასია დამოჩნდა Shopify-ის MCP რა და ძალიან შოკი არის ჩემ იყოს გასვლა მოუწია და ვაგზელებთ შინაურობა. კი ბატონო. ეს აქ ქათები რაღაცები არ გვინდა, ვაგზელებთ პირდაპირ. და ანუ როგორ აქვს, იცი, რამდენიმე თული აქვს დაექსპოუზებული, ანუ პროდუქტების search-ის, ქართის თულები რომ add to cart შეგიძლია გააკეთო, ქართი დაფეჩო და მას კატეგორიებს რაღაც search-ი გააკეთო რა. და ანუ რამე ავტორიზაციის რამე კი არ გჭირდება. ნებისმიერი Shopify საიტი /API to MCP არის URL-ი ამ MCP-ის. და შენ შეგიძლია, ხალხო შეგიძლიათ რომ ნებისმიერ Shopify e-commerce-ის AI agent-ი დაწეროთ, ჩატი, საიდანაც ან არა ჩატი არ ვიცით, რამე ინტერფეისი. ნებისმიერ ფრონტი რაცა Gemini CLI კლოჩი რაცა e-shopping-ო რა, ანუ ეს არის სიგიჟე. ჩემთვის წარმოუდგენელი რამე იყო, რომ ესეთი უფასო რესურსი არსებობს. რითი შეგიძლია მე შენ რაღაც მაგარი შექმნა რა. ხო, ეგ ყველამ გააკეთა მე მაგალითად ანუ როცა მუშაობს ცენტრის MCP შეგიძლია ჩაუბრად იხმარო და ავტომატიზაციას n8n-ში make.com-ში სადაც გინდა ჩააბარო, შემოვიდა მაგალითად ცენტრიდან ეს ნოტიფიკაცია, წავიდა დაფეჭა, მიეცი მე AI-ს და რა პირდაპირ სამ ჯირაში ჩააგდებ raw logs რა, რაღაცა რომ გავანალიზო კონტექსტი რა. ეგეთი Postgres რო მიაჯდე შენსას ლოკალზეც და remote-ზეც, მოკლედ ნებისმიერი რაღაცა ეგეთი რომ გააკეთო. მე მაგალითად აი ჩემი თვის რაშიც დამჭირდა იყო ეგ რომ რაღაცა სავარჯიშო ყოველთვის ანუ AI ძალიან კარგად შეგიძლია სავარჯიშო რაღაცებში მოიხმარო, მაგის და ავტომატიზირება შეიძლება რომ თუ personalize რაღაცა გინდა ხშირად უნდა მისცე AI-ის შენი მიმდინარე შედეგი რომ აი ხა ეს ქენი ანუ ეს ქონდა გეგმა
ეს ვქენი დამიწიუნინგა შემდეგი კვირა. და ეს ყველაფერი რო არ მექნა, ჩემი აქტივობები სადაც იტვირთება, მაგისთვის დავწერე MCP სერვერი და როდესაც AI-ის ველაპარაკავდი, პირდაპირ MCP სერვერით მოქონდა API-თი. აკე, მაგრამ ეხა მაგის მუამი ის არის რომ MCP-ებთან მიმართებაში რა ამ თულების ეხა შეგიძლია ამ მოკლედ URL-ის წამოღება მარტივი დავალება რაღაც API-ის პარსავ, აქეთ რაღაც კონკრეტულ მოდელს ელოდები და ამ შემდეგ, მაგრამ უშუალოდ თულების გამოყენება, რომ კიდევ სხვა თული function calling-ი რაღაცა გააკეთოს რა, MCP-ში ძალიან მაგარი არის რა და ეგ საშუალებას გაძლევს რაღაცა query რო შემოგივა ხო, ანუ აირჩიო, ანუ ეს თული უნდა გამოიყენოს თუ არა, ყოველთვის შეიძლება ეგ არ გამოიყენო, მაგალითად, მე თუ დაგჭირდა შენი რაღაცის გაკეთება, აი რაგ არქიტექტურით, შენ რაღაც აწყობა ჩატის ან რაღაც ეგეთი მსგავსი knowledge base-ში რო გააკეთოს search-ი, მან უკვე შეგიძლია რომ ყოველთვის არ წავიდეს და ეგრევე არ ეძებოს შენს vector database-ში, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი რაღაცა შემოგივიდეს აქ query, რომ სულ სხვა თული გჭირდება რა და სანამ შენ LLM-ამდე ამას გაუშვებ, ანუ ჯერ შენ თვითონ შეგიძლია გადაფილტრო, ეს აირჩიე, მე ეს და chaining-ი გაუკეთო რა, ანუ ერთის output-ი ჩააბრუნო ამაში და მე უკვე გაუშვებ რა და მოკლედ იმდენი სახალისო რაღაცის გაკეთება ფუნქციური რაღაც გაკეთება შემოიტანა MCP-მ, რომ მოკლედ და მაგის შემდეგი ლეველი არის, რომ Google სხვადასხვა ჯერ რატომაც პოპულარული არა, ალბათ იმიტომ რომ შენ თვითონ თქვი, რომ MCP-ები underrated, მე ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, რომ underrated არის, იმიტომ რომ ალბათ გააჩნია რას აკეთებ და სად რა, მაგრამ Google-ს აქვს agent to agent SDK-ს რა და პროტოკოლიც გაკეთებული, რომელიც მე მგონია რომ ცოტა რომ MCP ასე ვთქვათ მოიგლისება, შემდეგი ლეიერი ეგ იქნება რომ ორი აგენტ შორის პროტოკოლ, ანუ როგორ ალაპარაკო სტანდარტიზირებული framework-ი გაქვს, ისე როგორც MCP გქონდა. და ეგ იქნება შემდეგი ლეველი, რომ შენი შიდა ავტომატიზაციები გინდა, მე უფრო ჩემს კომპიუტერზე ჩემი პირადი საქმის ავტომატიზაციაზე ეხა ნაკლებად ვფიქრობ, იმიტომ რომ რასაც ვაკეთებ სიამოვნებს და თან ბევრ რაღაცას ვერ ვაავტომატიზირებ რა, მაგრამ აი ორგანიზაციაში process automation-ი რაც უნდა გავაკეთო, მაგ რაღაცებს ძალიან კარგად ერგება. კი. და ისე ანუ აჩვენებს რომ MCP არ არის პოპულარულია და ანუ MCP peak hype-ში რო იყო მაშინ ჩავატარეთ MCP hackathon. ხო. რომელიც kind of შეგვიძლია კი. ხო. ანუ ანუ და აი ხა მაგალითად ეგ ერთის ხრივ ანუ ეგ MCP-ზე იყო ეგეთი შედარება რომ აი MCP არის USB პორტი, როგორც არის კომპიუტერისთვის რომ ეს ერთი პორტი ნებისმიერ ამას აერთებ. აქ agent-ი აქვს და MCP არის რაღაც API, რომელთაც რაღაც ნებისმიერ თულებს უერთებ რა. შეიძლება იმის ვაგონზე შენ ლოკალური თულები გქონდეს, remote თულები მიუერთო რა. მაგრამ გაიჩნდა ესეთი პრობლემა, რომ თუ აწყობ რაღაც შედარებით მოზრდილ agents, მაგალითად რაღაც product manager agent-ი, რომელსაც ამ წარმოიდგინე ახლა review და კონდეს თეორიულად, ხო? რაღაც GitHub-ზე და კონდეს წვდომა, Jira-დან წამოიღოს ტიკეტები დაკომიტება შეიძლება თვითონ ხე კოდის თულებიც ხო აქვს და ანუ გამოდის რომ ძალიან ბევრი თული აქვს. ყველა თულს თავისი description-ი და თავისი სქემა და ასე შემდეგ ეს ყველაფერი აქვს და ამ დროს შეზღუდულია კონტექსტის ზომა თვითონ LLM-ებს რამდენი შეუძლიათ მიიღონ რა. ანუ რაღაც ტექსტი შეუძლიათ, რომელიც მე ტოკენად გადაიქნება, მაგალითად 200,000 აქვს code sonnet-ებს. Code-sonnet-ს რომელიც ყველაზე frontier-ის აქვს. ხო, მაგრამ მან ხო ისე დაამატეს, რომ კონტექსტი თვითონ რომ გაწმინდოს, დაოპტიმიზიროს, ეგ რაღაცა დაემატა. მაგეთ კი არა, აშკარად ეს თვითონ Anthropic-იც ამაზე ძალიან ის არის, რა ქვია, concerned ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ეხლა ხო, ბევრი რაღაც შეიძლება სხვადასხვა ტაქტიკები ქონდეს, მაგალითად ის, რომ ყოველთვის ეხლა conversation რომ მიდის მაგალითად ChatGPT-ს ერთ იმაში რომ წერ, თეორიულად შეიძლება მგონი არ ChatGPT არ გზღუდავს რა, კოდი გზღუდავს, რომ აი მილიონი მესიჯი გქონდეს ერთ thread-ში რა და წერდი და ანუ ხალხს ეგრე აქვს თუმე რა, ჩვენც ახლა მე რა პროდუქტზეც მუშაობ, რომ გავუშვით, მე ერთ customer-თან რაღაც call-ზე ვიყავი, არ მუშაობს ხო? feedback-ი გაეზიარებინა და რაღაც ეს ვანახებს, აი აქ ვარ მუშაობ და
ერთ სრეთში იყო 100-ზე მეტი მესიჯი რა. და ჩვენ საერთოდ არაფერი არ გვაქვს დაიმპლემენტებული რომ compaction-ი გააკეთოს, მაგალითად ახლა კოდი თვითონ რაღაც ეთქვის რომ ახლა summarized is და დააბატარავ და ახალ ჩატს მაგას უგდებს რა. ალბათ ChatGPT-ს ეგრე და მაგრამ ნუ ეგ lose compression-ი არის ხო ანუ მაინც კარგავ. ანუ რა თქმა უნდა კონტექსტ Windows ანუ მე ვთქვი Gemini-ის მილიონიანი კონტექსტ Windows და ეხლა მე მგონი 2 მილიონზე დიდნენ ხო? მე მგონი ეფექტური მხოლოდ მაგდენი არის. ანუ არანაირად ანუ 200,000-ეც კი ანუ ეგ კონტექსტი უკვე მოყანყალებულია არანაირად და აი მან შემოდის ზუსტად მე რომ ანუ რას აკეთებ ისეც რომ იქ ჭირდება თუ რაღაც ეგეთი არის ხო არ უნდა გაისპლიტოს და ანუ ძალიან კარგი მოგლით ორნაირად შეგვიძლია ეგ ამბავი წავიღოთ რა ერთი არის რომ რამე შენს ხარისხს ხარ უნდა აკეთებდე და ანუ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ანუ RAG არქიტექტურა რაც არის Retrieval Augmented Generation-ი და მაგას RAG-ს აქვს ქვემოთ ერთი შვიდნაირი იმპლემენტაციის და არქიტექტურის სახეობა, მაგრამ ეგ არის რომ ხარჯები ძალიან ბევრი შენს ხარისხსა და ძალიან სპეციფიური გამართლება უნდა ქონდეს თან ქართული ენის ხარჯები რაღაცა ასტრონომიულად ზემოთ მიდის. efficient ხო ისეთი. არა, ანუ efficient გააჩნია რა გვინდა, ძალიან efficient არის კონკრეტულ თავის მიზნისთვის, რომ ეძებო knowledge base-ში, ჩვენ ვექტორ ძებნას როგორც გააკეთებდი, ეგ უბრალოდ ვექტორიზაცია არის მაგისი ძვირი, თორე თუ როდესაც კარგად აკეთებ ამას რა, მე უკვე შეგიძლია რომ უფრო ბანძი მოდელი იხმარო, thinking მოდელი არ იხმარო, flash 2 და 5 იხმარო. იმიტომ რომ იქ ბევრი საქმე არ გაქვს, აქ არის კონტექსტი კარგად ამოღებული და ეს შეიძლება მე ისე დახვეწო რომ self querying-ი რო გააკეთოს ამან თავისივე იქ ხო ის უნდა გააკეთოს მე re-ranking-ი ამან როგორ და მთელი ამაში არ ჩავიდეთ. მაგრამ მეორე მხარე რასაც ვამბობ, ამაშიც ანუ არ გვეყოფა უბრალოდ დრო, მაგრამ ჩვენ ძალიან საინტერესო საკითხია ეგ რა, რომ არის ამ აგენტური არქიტექტურის მოდელი, ანუ ჩვენ თუ აქამდე ვსწავლობდით ყოველთვის დიზაინ პატერნებს, არქიტექტურულ პატერნებს, ეხლა არის აგენტური არქიტექტურა. აგენტური არქიტექტურა ნიშნავს, რომ ერთი LLM მოდელი ან აგენტი არ ყოფნის რაღაცა საქმის შესასრულებლად. ყველაზე მარტივი აგენტური არქიტექტურა, როგორც ალბათ იქნებოდა strategy pattern-ი, design pattern-ებიდან ან MVC რო ავიღოთ architecture pattern-ებიდან არის ალბათ LLM as a judge. სადაც გააქვს ორი მოდელი, ორი აგენტი, ერთი რაღაცას აგენერირებს, მეორეს აძლევს რომ შეაფასოს ეს რა ქულით არის და მე ამის მიხედვით ანიჭებ ამ პოზიტიურ ქულას ან ამის გარდა ნუ მე ეს არის ერთ-ერთი და მაგის მე იშლება უკვე რა დავალების გაკეთება გინდა და მაგისთვის შესაბამისი მოდელი რო იყო, შესაბამისი არქიტექტურა იყო, სადაც შეიძლება სამი მოდელი გქონდეს, შეიძლება ორი მოდელი გქონდეს, რომელიც ისევ თავის თავში რაღაცა გამოიძახოს. მოკლედ გადავდივართ უკვე აგენტების კომპოზიციაზე რა. ორკესტრაცია, აი ეგ ზუსტად. და სად არის აგენტური კუბერნეტისი? რატო არ ჩანს? სად არის? იქნებ მოსწავლე ეგეც ყველას. მოდი ჯერ დავიწყოთ კუბერნეტისის სწავლით. ხო და მოკლედ ამიტომ ძალიან ანუ ამიტომ ჯერა რომ ბევრი საინტერესო რაღაცა ჯერ კიდევ წინ არის რომელიც ეხლა ამის რესურსი სიმართლე გითხრა ძალიან ბევრი indie developers არა აქვს რა თამაშო ტოკენებსაც კომპანიები აძლევენ მაგალითად Gemini-ში სათამაშო ანუ მაგალითად Voyager-ში ან სადღაც სათამაშო ტოკენები რო გაქვს 100,000-მდე რაც გინდა ქნა, ეგ არ ყოფნის რა და ამების ექსპერიმენტაციის კარგი საშუალება აქვს კომპანიებს, რომლებიც ცდილობენ რაღაც პროცეს ავტომატიზაციას, რომ უბრალოდ R&D პროექტში შეუძლიათ 100-ობით, 1000-ობით დოლარის ჩადება, რომ ოკეი, აჰა თქვენ არ ვიცი, cloud-ი აი თქვენ ტოკენებისთვის ფული დალიმიტებული ვთქვათ $5,000-ზე რაც არის, ითამაშეთ. ააწყეთ, დაშალეთ. ააწყეთ, დაშალეთ. რომელი გამოდის ჩვენს, იმიტომ რომ ძალიან ჭირს ცოდნე ადამიანის პოვნა ამ სფეროში. და ხშირად არის რომ არსებული კადრები ვინც არიან ძალიან უნდათ level up-ი ახალი რაღაცისა და იდეალური მომენტია რომ პატარა research and development effort-ებით
გახვიდე აქ, მათ შორის სადაც მუშაობ ეხა, მეც პატარა რაღაცა ესეთი R&D პროექტი მაქვს, რომელთაც სხვადასხვა გუნდებიდან შევკრიბე დეველოპერები, დავიმტკიცე რაღაცა ბიუჯეტი, რაღაც ფარგლებში, ავიღეთ ინფრა და შიგნით რაღაცებს ჩვენთვის მუშაობთ. არ ვიცით რა გამოვა. უბრალოდ რა გამოვა ვიცით, მაგრამ რამდენად მომგებიანი იქნება საბოლოო ჯამში კომპანიისთვის sustainable, ანუ შენარჩუნებადი. ეგ არ ვიცით, მაგრამ ეგ არის კვლევის, ანუ ინოვაცია რომ ხეს საჭიროა. R&D-ის მიზანი ეგ არის. ან კი, ან არას მიიღებ. ორივე შედეგი გაწყობს, იმიტომ რომ პასუხამდე მიხვედი. და ეგ შეუძლიათ შედარებით ისეთ კომპანიებს, რომელსაც ფული აქვთ რა. ანუ თან აი ხა ის რო თქვი რომ მაგალითად მწოდნე კადრიც ჭირს, იმიტომ რომ რეალურად ობიექტური განსაზღვრა არც არსებობს ჯერ ცოდნის ამისში რა. ახლა თუნდაც შენ რა თქვი, აი მაგ პრობლემის ერთ-ერთი გადაჭრა რო აყოლდე Windows-ში აფიარგე ტევა, შეიძლება კი ბატონო, ვეანო შეგედავება რომ თქვა რომ დავყოთ პატარ-პატარა აგენტებად, თქვა კონტეს რაღაც ეს მენეჯერ აგენტი, რომელიც მერე იმის მიხედვით რა შემოვიდა, supervisor აგენტზე გადააწოდებს ან developer agents ან რაღაც QA agents whatever. სხვადასხვა მე უკვე ისეთ ამოცანაში გადადიხარ, სადაც მაგალითად AI ინჟინერებს, ან ML ინჟინერებს აქამდე აშკარა უპირატესობა ქონდათ, რომ მაგალითად აი ეს ალგორითმები, სტანდარტული machine learning ალგორითმებში, ანუ შენ სანამ შეხვიდოდი და იმ სფეროს ისწავლიდი, ანუ გავიდოდა ყველა, ანუ მარადისობა გავიდოდა რა, რაღაც კომპიუტერ, ანუ ვერცა ასე ვთქვა, LLM-ები და ამისი არქიტექტურები ცალკე ავიღოთ, მაგრამ ცალკე ავიღოთ მართლაც AI-ის დანარჩენი სფერო რაც არის, machine learning-ის და კომპიუტერ ვიჟენ და ეს რაც აქ ისე რთულია შესვლისის, მაგრამ აქ რაც უნდა გააკეთო, ხო? აი, თლად competitive edge უკვე არ აქვს მარტო AI ინჟინერს, იმიტომ რომ დეველოპერებიც აღმოჩნდნენ, რომ ვაუ, ისეთი კოდია უკვე საწერი, ანუ არ ეთამაშები ყოველთვის ისეთ მატრიცებს, რომ შენთვის კარგად უნდა გესწავლა უნივერსიტეტში computer science-ი რა. წფივი ალგებრა მარტივი იყო რა. წფივი ალგებრა პირველი არის, რასაც გასწავლიან რა. ხო და აღმოჩნდა, რომ დეველოპერები, რომლებსაც კარგად შეუძლიათ ან დაჯდნენ და თავისთვის გაარჩიეს რა ეს მოდელები როგორ მუშაობს, გაარჩიეს არქიტექტურები, შევიდნენ და არ დაეზარათ LangChain-ი, LangSmith-ი გაარჩიეს როგორ მუშაობს ვექტორიზაცია, სიახლეებს უზიან, MCP ნახეს როგორ არის. ვაუ, ვიცი რა, ბოლოს დავდივართ რაღაც არქიტექტურაზე. მე შეიძლება არ ვიცოდე და დავიხმარ ვიღაცებს, ცოდნას მოვიძიებ, მაგრამ ისე რომ ცალკარავს თამაშობთ უკვე აღარ არის და მთელი დეველოპერებისთვის უფრო საინტერესო გახდა ეს სფერო რა. რატო იცი აი რაღაცა მართლა სიახლე გაიჩით აი ჩვენც მაგამ ბავშვი ვიხარშებით ახლა ყველა რა ვინც აქ ვართ და ჩვენ კომიუნიტიში ძალიან ბევრი რომ აი თითქოს ეს დეველოპმენტი ხო აი რა ვფიქრობდი ხოლმე ხა მე რომ ჩემი go to is რა იქნება რომ ეხა ნეტა ვიმუშაო large scale რაღაცა დისტრიბუციულ სისტემაზე რომ შევიგრძნო რაღაცა step function განვითარება რაღაცა საინტერესო ტექნოლოგია რაღაცის და ეხა AI მოგცა ეგეთი ვაფშე სხვა რაღაცაში გადაგვიყვანა და ანუ ის ვიღას ახსოვს რა ანუ ეხა მაინტერესებს ეს აგენტები ვალაპარაკო და მაგას ვეთამაშო და რაღაცა მაგადაც დამიკმაყოფილა ის ასე ვთქვათ fulfillment-ი მომცა რა სხვათა შორის ეხა რასაც საუბრობთ გონია რომ რაღაცა ინდივიდუალური კონტრიბუტორის გადმოსახედიდან საუბრობთ მაგრამ აი ეგ ფან და რაღაცა კომპანიებისთვის რა თქმა უნდა ვიღაცებს ბაბლის გაბერვა უნდათ, მაგრამ რეალური ღირებულება ყველა კომპანიისთვის არ მისცა ან ეგრე აშკარა არ მისცა რომ all in ვარ შესულები რა. Google-ის DevOps რეპორტი ძალიან ცნობილი არის საქართველოში ბოლო წელს გახდა მეგონი ცნობილი TBC-სგან შემოვიდა რა, მაგრამ ნუ DORA რაც არის DevOps რეპორტი რაც არის წინა წელის შეჯამება ეგ იყო, რომ კომპანიებმა სადაც გაიზარდა დეველოპერებში AI generated code, ანუ მოხმარება, დეველოპერები არიან ბედნიერები. ვაუ, აუთპუტი მაღალი გვაქვს, ანუ სიამოვნება გვაქვს ამის რაღაცა. ამავდროულად გაიზარდა გაფეილებული deployment-ების fix deployment, ანუ გახო დაფეილებული რა დაფეილდა hotfix-ების ხო hotfix deployment-ების რაოდენობა გაიზარდა რა და ანუ ეგ პროპორცია დაჭერილი იყო რა ანუ ეგ საინტერესო ის არის იმიტომ რომ ეგ ჩემს რაღაც მაგ თემამ რა რომ აი უკვე ხალხ შეუძლია რაღაც მეტი კოდი დაშიფროს და ასე შემდეგ ანუ დაარტყა ჩემი აზრით იმ რაღაც ფუნდამენტალურ მეტრიკებს რომლებიც
ანუ გამოაჩინა, რომ ის რაღაც მეტრიკები, რაც ვიყენებდით, და მასობრივად ვიყენებდით. როგორც იყო მაგალითად რამდენი PR-ი გამარჯვე, რამდენი ხაზი კოდი თუ რაღაც, ანუ ოღონდ რამდენი deployment-ი გააკეთე და ის მეტრიკები, რომელიც რეალურად აქამდეც არ იყო მნიშვნელოვანი. ზუსტად. ეხლა გამოაჩინა უფრო კარგად, რომ თურმე როგორ არ ყოფილა მნიშვნელოვანი რა და კიდევ უფრო როგორ გაამართლა, ანუ ის მიდგომა, რომ რაღაც კომპანია ისეთ ან კომპანია იქნება თუ დიდ კომპანიაში თიმი, რომელიც შეიძლება წარმოიდგინო კომპანიად, ისეთ მეტრიკაზე უნდა იყოს ყოველთვის დაფუძნებული, რომელიც რეალურ სამყაროში მოწმდება რა. ხო, თავიდან დაგეთანხმე მაგაში, მაგრამ ბოლომდე ალბათ რომ მოვყვები, რომ რამდენი PR-ი დაიმერჯა რაღაცა, ეგ მეტრიკა არ ვიცი გააჩნია კომპანიას რა, იმიტომ რომ ისევ დავბრუნდები, რომ იმპექტი, ანუ business value და იმპექტი რაც არის, უფრო ღირებულია ვიდრე output-ი რა. მათ შორის, ანუ developers, ანუ AI შემთხვევაში ხა output-ი შეიძლება მეტი გქონდეს, მაგრამ ეგ არის შანსი ყოველთვის ღირებულება. ოკეი, მე მეგონა. მე გავიგე არასოდეს. კი ბატონო, ზუსტად ეგ არის. ანუ მეტრიკები აქამდე იყო, ანუ ეგენი უკვე და აქამდე შეიძლება მეტის მთქმელი იყო უფრო, იმიტომ რომ ანუ რადგან კოდის დაგენერება უფრო მეტ კორელაციაში იყო, რეალურად მაგან გამოაჩინა კიდე რამდენად მომზადებლები არიან კომპანიები tooling-ში რა, code reviews ხარისხში ავტომატური ხელსაწყოები, რომლებიც ამოწმებს ან deployment-ებს აკეთებს და ასევე, როდესაც საუბრობდით დუდუ ტესტებზე, აი ტესტებს რო აგენერებს რაღაც მანამდე რომ მოდი მე რეპლიკად გადმოგძახე მუტაციის ტესტებით ხო რა და მუტაციის ტესტები ანუ ძალიან პირადად ჩემი გამოცდილებიდანაც როცა დავიწყეთ მაგის adoption-ი, გატესტვა და მე adoption-ი ორმაგად დაფასდა, როდესაც აქტიურად დავიწყეთ მე AI-ის გამოყენება კოდში. რადგანაც დაგენერებული ტესტების უმეტესობა აღმოჩნდა, რომ არც ისეთი ხარისხიანი არ არის და რეალურად მუტაციის ტესტებში ვარდება და რო აუხსნათ თან მუტაციის ტესტები? ოკეი. მუტაციის ტესტები ბოლო პერიოდში, ბოლო 5 წელი აქტიურად გამოჩნდა, მგონია ტექ ბაზარზე და ეგ არის ტესტი, ისეთი ტესტი არის, რომელიც გაუშვებ კონკრეტულად შეგვიძლია რაც ფაილზე, პროექტზე, მოდულზე გაუშვა, მიდის და source code-ს ცulis. ანუ დიდი ხანი ჭირდება ამის გამო გაშვება, შეიძლება ერთ მოდულზე 2 საათი იყოს გაშვებული, მაგრამ ცulis source code და რატო? Source code-ში სხვადასხვა ცვლილებებით შენი unit test-ი რეალურად გაივლის თუ არა? თუ source code-ში რაღაცები შეიცვალა და გაიარა, ცუდი ამბავია რა. ესე იგი, ეგ unit test-ი იმას არ ამოწმებდა, რაც უნდა შემოწმებინა, შეიძლება ანუ მაგალითად სტატიკურ ენებში, კომპილირებად ენებში უფრო მარტივად ასაქმე, იმიტომ რომ საერთოდ რაღაცები არ დაკომპილირდება და ეგ კაია შეიძლება ითქვას კიდევაც, მაგრამ დინამიურ ტრანსპილირება და ასეთ ენებში პირიქით რა, ანუ ეშვება და ძალიან ბევრი ცვლილება გქონდა და ამ პატარა მუტანტები ჩნდებიან და ეს მუტანტი გაიქცევა თუ მოკვდება რა, ანუ ეგ არის მთელი მუღამი რაღაცა და ბოლოს გება რაღაცა ქულა, რომელსაც ხვდები, ანუ შეიძლება შენ ამბობდე რომ ჩემი codebase-ი დაფარულია 85%, 80% unit testებით, რაც AI სამყაროში ახლა default-ად, ჩვენი ფიჩერები ავტომატურად დაფარულია და 80%, მაგრამ ქულა აიღო რაღაცა შეიძლება 50 ქულა აიღო, რაც ნიშნავს რომ შენი ტესტები ნახევარი რომ 1+1 წერებულიყო დაახლოებით მაგდონის არის რა და ამიტომ ძალიან კარგი. უბრალოდ იმდან დიდი ხანი უნდა გაშვებას, რომ ან პარალელურად უნდა გაუშვა, ან nightly build-ებში, მაგრამ სადღაც ეგ უეჭველი უნდა მოწმდებოდეს და პირამიდა რო წარმოვიდგინოთ, ეხლა ჩვენთან პირამიდა არის ეგრე, რომ unit testები, მერე ნუ ინტეგრაციის ტესტები გაქვს, სადღაც ან unit testებსა და ინტეგრაციის შორის აი მუტაციის ტესტები, რომელიც ჯერ სავალდებულო არ გვაქვს ეს DLC-ში ჩასმული, მაგრამ გახდება და მე ნუ ზემოთ სტანდარტულად კი, ანუ აი tooling-ზე რა, ძალიან სწორია, რომ როგორ შეიძლება გქონდეს 10 წლის წინანდელი ტრადიციული software development-ის tooling-ი იმ პირობებში, როცა კოდი საერთოდ სხვანაირი პრინციპები და რაღაც სხვანაირად იწერება უკვე რა, ანუ ეს აი წერგან მაგალითად მე და დუდუ რომ მოვდიოდით ტაქსში. აუ არა, ის ისტორია უნდა მოუყვე რა.
დუდუ წეგან რაღაც PR-ში რაღაც იმაშობოდა და PR-ში რაღაც კომენტარს დაუწერა great job-ო რა, ან მან თავის PR-ზე კომენტარს და აუხედე და ვერსელის კომენტარია რა. იცი რა მაგარი ბაგი იპოვა, ძალიან მაგარი ბაგი მიპოვაო რა და აი მაგით ძალიან მნიშვნელოვანია რომ რაღაცა tooling-ის დაეწიოს ამ ყველაფერს რა. მაგრამ ეგ ისე ვიქმედის რომ force multiplier-ი რო არის, ანუ leverage-ი არის, რეალურად ეს AI. ანუ მე როცა ამ agentic coding-ს ვიყენებ, ის რაღაც tooling-ი რაც მე მადგებოდა, ისეც კარგად რა, მაგალითად იგივე Sentry იქნება თუ Sentry-ს ლოკალურად spotlight-ი აქვს თავისი და თუნდაც ახლა ტესტები თუ კარგად გადასტაფებული ვიყავ, სწრაფად ეშვება და ამ შემდეგ ანუ ყველაფერი შემიძლია რომ თუ კარგი თული მაქვს, მივცე agents რა. თან არა აუცილებელი რომ ყველაფერი რაღაც MCP-ში დავრაპო და იმას ხო, ხო შეგიძლია CLI-ს გამყრება შეუძლია და ანუ ძალიან ზოგი დოკერშიც იგივე ვიშვებს ხო დღემდე ანუ ისეთ სამსახურის მუშაობ სადაც ვერ გავუშვები ლოკალურად პროექტს რა და მაგალითად ნოლი ანუ ყველა შენი agentic coding სესია არის blind ანუ ბრმა ტესტი რა როცა მაგალითად მე შემიძლია რომ იმ მე ისედაც ანუ მაგალითად შევეხეთ რომ აი თუ მიყვარს რომ agentic code-ს ვაკეთებ საკმაოდ ეს პატარა კონკრეტულ task-ებს ვაძლევ რომ შეეძლოს თავის შემოწმება საინტერესოა ისე suggestion ანუ არ ვიცი წერის დროს ისე დაბლოკილი გაქვს suggestion-ები თუ ავტომატურად ტაბზე ანუ როგორ გაქვს საერთოდ თავაზობს და ტაბზე დაჭერა გჭირდება თუ გამქრალია და მარტო შენ რო იძახებ და როცა აგენტი ყავს რა დონემდე არის რეალურად ავტონომიური იმიტომ რომ არ ვიცი გიცია თუ არა Google-ს Jules-ი რო აქვს Google I/O-ზე გამოიტანა ეხლა მოკლედ არის GitHub-ის რეპოს აждდება სრულად ავტონომიურად შეუძლია იმუშაოს რა დონეზე ყავს შენ მიშვებული ანუ ტაბიზე სხვადასხვა sky point-ია ანუ ზოგჯერ ვთიშავ ძირითადად იმ შემთხვევაში როცა ანუ მე მიყვარს ხოლმე რომ რაღაც თქვა არქიტექტურა რაღაც ბაზა შევქნა იმიტომ რომ მე ბევრად მარტივია იმისთვის რომ რაღაცა აი ახსნაც მარტივია და უფრო ეფექტურიც იქნება ბევრად და მე დამიმპლემენტიროს რა ხაინდა ანუ ხალხო თიშა ხოლმე მაგას იმიტომ რომ თვითონ კურსორში თვითონ UX-ი ცუდი აქვს რა ანუ მაგალითად Z-ში შეიძლება არ ძავ თიშა იმიტომ რომ ხალხა რაღაც მოუნიშნავ და suggestions მოვცემს მინდა მივიღო ტაბს დავაწვევი და შეწევს გას ანუ come on და ხალხა ნერვებს მიშლის მაგრამ ნუ ზოგადად ტაბი კაია მაინც ალბათ 80%-ში და შეხება ეხა agent იგზე რა აი ეხ სხვაშორის ჰაკათონი ქონდა internal companies და მე რა ჩემმა გუნდმა გავაკეთეთ ეგეთ რაღაცა რომ აი ბაგები რაც შემოდის customer support-ის თულიას გვაქვს დასაპორტებული რომ მაგას ეგრევე მიებას აი ეგ სულად ავტონომიური ის რომ აი რაღაცა დამახვედროს აი ხა მაგ შემთხვევაში ვეთახებ და ეგეც რა თქმა უნდა არასდროს არ გაიმერჯება და ის ისე რომ ვიღაცა არ ნახოს მაგრამ მაგ შემთხვევაში ვემხრობი იმას რომ აი ბაგი რო არის და რაღაცა ჩვენმა internal ტიპმა მე პლუს reproduction-ი კარგად გაუწერა და ამ შემდეგ მაგაზე რომ მივუშვა მაგრამ როცა მე თვითონ ვაკეთებ agent coding-ს რა ვერ ვიტყვი რომ მშვიდობა საკმაოდ ვაკონტროლებ ჯერ როგორ ვაკეთებ სტრუქტურას task-ების მე აი ხა წინაზეც გამიხილავთ რომ plain mode-ს როცა იყენებ მაშინ თითქმის გეუბნება ზუსტად რა სიზამს და მაგას მე plan-ზე აკეთებ iterაციებს და რაღაც ძალიან ჯერზე integravity-ში ძალიან integravity ძალიან ჩემი საყვარელი ფიჩერია ეგ composer-ი თუ რაც შექმნეს აი ცალკე window-ო რო გაქვს და რა თქმა უნდა მე diff-ებშიც ძალიან აქტიურად იმუშავე. აქ ძირითადად მაინც code-ის ტიპი ვიყავი, მაგრამ ეხა ეს კურსორის ახალი ფიჩერი მომეწონა და აწევი და მაგაზე გადმოვედი და ამიტომ საკმაოდ ისე hands-on ვარ ხოლმე რა. მაგრამ მიუხედავად ამისა საკმაოდ დიდი ბუსტია რაღაც დომეინებში ჩემთვის რა. სამწუხაროდ hands-on ეგრე ვერ ვარ, კაი ხანია რა, მაგრამ როცა ახალი რაღაცა გამოვაქვს, ვცდილობ რომ რაღაცა პროექტზე მაინც გავტესტო შეება პატარა რაღაცა მივომატო და ანუ იმდენი სპექტრი მაქვს ხოლმე, ანუ ყველა ID მაქვს, ყველა ენისთვის, იმიტომ რომ სხვა პროექტები გვაქვს, რაღაცა სერვისები ყველა გჭირდება, მაგრამ რო წავეთამაშო, ჩემი რაღაც პირადი ცოდნა რომ მივიღო და არ დამავიწყდეს და მე სხვასაც რაღაც რეკომენდაცია გავუწიო, გაიდინგი და კომპანიაში რაღაცა პოლისი შემოვიღოთ, ჭირდება რომ რაღაცებს გავეცნო და ეს სულ ეგრე ვეთამაშები ხოლმე და ბოლოს ან ბოლოს რა წინა წელს იყო ეგრა საბოლოოდ მივედი იქამდე რომ ძალიან კარგად გამოაჩენს აი წინა თუ როცა კომპანიაში ან შენ პროცესში რა გაკლია მაგალითად კოდ გენერაცია თუნდაც 0-დან თუ ცუდია
ეგ არის იმის ბრალი, რომ შეიძლება კარგად არ გქონდათ დასეტავებული კოდ სტაილი, readme-ში აღწერილი რას აკეთებს, ასევე linter-ის წესები არ გქონდათ რა. ეგ ლოკალურადაც გიშლის და მე CI/CD-შიც კოდ review-ში ისეთ რაღაცებს ისვრის, რაც შენ კოდს არ შეესაბამება რა. Naming-ი, მოდულარულად, ანუ როგორც უნდა ყოფილიყო გამართული პროექტი ეგ თუ არ ხდება, მე რაღაცებში ხელს გიშლის და ეს პროცესები მასობრივი AI-ის შემოტანით ძალიან კარგად გამოიკვეთა. თავარია ეხა ვინ დაინახავს მაგას და მე ვინ ასწორებს დიდ კომპანიებში, იმიტომ აქვს ეგეთი წარმატებული აგენტური დეველოპმენტი, აი Google-ში ან Tier 1 კომპანიები რაც არიან, მეორე დონის კომპანიებიც, რომ ეგ დეველოპმენტ პრაქტიკები ისედაც რეალიზებული ქონდათ რა და მე მაგისი ჩასმა რაღაცების ავტომატიზაცია შედარებით მარტივი ხდება რა. ეგ არის მაგის ამომავალი წერტილი რა. აი მან სადღაც არ ვიცი რაღაცა კონტექსტში ვკითხულობდი, რომ ანუ რა წესებიც ეხმარება ადამიან დეველოპერებს, რომ აი ხა შენ რას მოყევი, კარგად და ეფექტურად წერონ კოდი და შექმნან რაღაცა, თუ ის კარგი წესები AI-სთანაც დაიცავი, ის AI-საც ეგრე კარგად დაეხმარება რა. აი შენ წინა RFC რო ჩაუგდო, მაგალითად წინა RFC-ები რომ ისე მიმდინარე კოდი რა ქონდა და ეხა რო ახლის planning mode-ში გადაიყვანო, ფაქტობრივად 80% უკეთესი შედეგი გექნება, ვიდრე პირდაპირ ანუ ნახევრად white coding რეჟიმში გაუშვა რა. ამიტომ რეალურად ბოლოს იქ დავდივართ ერთი კომპანიებისთვის როგორ უნდა კონდეთ დანერგილი კაი დეველოპმენტ პრაქტიკები და დეველოპერებისთვის როგორ უნდა ისწავლონ სწორი prompt engineering-ი რა. ცალკე ისე რომ კოდი რაღაც არ მიიღო და რაღაცა, მაგრამ აი როგორ ემუშაო ეფექტურად რა. მეც ეგრე უყურებ, რომ აი ჩემი კოდს როცა ვეკონტაქტები და რამეს ვაკეთებინებ, ჩემი MD ფაილი რაც მაქვს, სადაც ინსტრუქციებს რაღაცებს ვინახავ, ყოველთვის წარმოვიდგენ, რომ ეგეთი ტიპია, რაღაც ახალი ტიპი ჩაგაბარეს onboarding-ზე, onboarding body ხარ და ყოველ დღე ავიწყდება ყველაფერი რაც წინა დღეს ასწავლე რა და ისეთი ერთი დოკუმენტი უნდა შექმნა, რომელიც ვაფშე ყველაფერი ეს რა possible შეკითხვა შეიძლება გაუჩნდეს, ეგ ყველაფერი უნდა გეწეროს და თუ ისეთი tooling-ი გჭირდება, რაც პირდაპირ არ არის accessible, მაგ ეგ დაამატე, შენ დეველოპმენტ სხვა დეველოპერსაც დაეხმარება და ასე შემდეგ და ეგ AI-ის ხანამდეც რო ქონოდა ძალიან ბევრ კომპანიაში ძალიან კაი იქნებოდა ჩემი. ეხლა თითქოს ეგეთის დავიჭერე, რომ რეალურად ხა ანუ AI-ის მაინც ეს თვითონ ზემოდან ქვემოთ ანუ ბიზნესში როგორ უყურებენ, რომ ანუ შენს ისე სიჩქარეს გიზდის, ხო? რომ მარკეტზე რაღაცები გაიტანო. მაგრამ ანუ ეგ ხა იდეაში ყველას უნდოდა. მაგრამ აქამდე ხა რომ სადაც ვიმუშავია რა, ან მე როდესაც რაღაც მაგიმით ყოფილა რომ აი თიმები რომლებიც მართლა აქვთ ეგ სიჩქარე, ანუ AI, pre-AI ხანამ ზუსტად ხონდათ აი ეს ყველაფერი ისეც და ხდებოდნენ მაშინვე რომ აი სიჩქარის ვიზას გჭირდება რომ აი ამაში ჩადო ინვესტიცია რომ CI იქნას გამართული და ეს თულები ინტერები ყველაფერი დაასწრებოდა development ეტაპი კონდეს ანუ ის თიმები ვიც ისედაც სწორად აკეთებდნენ სიჩქარეს ეხაც მithuetes leverage სისტრაფე ზოგადად ყველაფერში თუნდაც საკუთარ აპარტამენტში რომ რაღაცას სწრაფად მიწე უჯრაში რაც არის რომ რაღაცები დაწყობილი გაქვს და იცი შორტკატები რომ ანუ ბრმად რო სიგნალში ღამე გაიუძვა კანადაში ხელს შეყობი იქ იცი რომ ჭიქები გაქვს რა და ანუ ამ სისტრაფეში რომ ინფუტად შეიტანო ცოტა მეტი ანუ რაღაც აქსელერაცია, ავტომატიზაცია, რაღაც ავტომატურად რომ გაკეთდეს. აი როგორც მაგალითად ჭურჭლის აეცხი მანქანა გირეცხავს ჭურჭელს რა ხელი დაგარეცხავ. აუთპუტი არის შესაბამისი. ქაოსში რო შეიტანო ეს რომ დღეს ჭიქა აქ გიდევს, ხვალ გიდევს და ყოველ ჯერზე ჭიქა რო გჭირდება საძებნელი რო გაქვს სადდეს. ჭიქა და ძალიან ბევრი კომპანიაში ეგრე ქართულ კომპანიებში უმეტესად რომ ანუ სპრინტიდან სპრინტამდე შეიძლება რაღაცა ისწავლონ, მაგრამ კვარტალიდან კვარტალში ერთი და იგივე პრობლემები აქვს. ინციდენტი რომ მოხდება და სამ თვეში მსგავსი ინციდენტია და ამაზე არ ხდება პოსტმორტემი, განხილვა, გაუმჯობესება, არაფრის, ხო? ანუ მან AI შენ ინდივიდუალურად შეიძლება რაღაცა შეგეჭო, ანუ ამის იქით ვერ მიდის რა. Okay. და საინტერესო იყო. Yep. Tatos Toki Hacktoberfest-ზე უკვე დევს
და დავლინკავთ აუცილებლად შენ არ ვიცი სხვადასხვის მაგაზე კომენტარს გავაკეთებდი რომ მე თვითონ არ მომისმენია რა რომ მაგას რომ ვაკეთებდი გათვლილი მქონდა რას ანუ ზოგადად მომიყალა career progression frameworks იმიტომ ჩემი დაკვირვებით ძალიან ცოტა კომპანია საქართველოში ქართველებისთვის რადგანაც მქონდა სადაც გაწერილია ჩამოყალიბებული რა მოლოდინები არის თითოეულ level-ზე და მე ამათი შეფასება მოხდება რა და ეს მინდოდა მომავალი თაობისთვის სტუდენტებისთვის და იქ ვინც უკვე არსებული დეველოპერები იყვნენ გამეზიარებინა რომ საკუთარი თუ კომპანიაში არ არის საკუთარი თავისთვის რომ სადღაც დამაპონ რა სად არიან და არ ვიცი რამდენად გასაგები იყო მაგრამ ობიექტურად კაი იყო მართლა ხალხო გირჩევთ ყველას რომ უყუროთ რა მე ჩემ კარიერაში ეს სენიორ ინჟინერი რომ მესმოდა სულ და რაღაც მანამდე სულ პატარა სტარტაპებში რომ მუშაობდი ანუ ეხა დიდ კომპანიაში რო გადავედი მან მართლა შევიგზეინ და რაც შენ მოყევი ზუსტად ეგეთი სიტუაცია იყო ზუსტად ეგრე დავინახე ნამდვილი სენიორ ინჟინერები და მანამდე პროსტა გესმის რა ვიღაცა მაგარი ტიპი არის რა მეც დილით გავიგე და Slack-ში ონლაინო რაღაცას დავწერ PR-ს გავუშვებ ისიც იგივე საკითხია რა განსხვავება კომუნიკაციები რო ერთვება და რაღაც ზუსტად ეს რეტროები და ინციდენტზე რესპონსები და რაღაცა კი აი ზუსტად მანდი გრძობა და თუ ეგეთ კომპანიაში ვერ მოხვდები ძალიან რთულია გაიგო როგორია ეგ ტიპი და მეც თოქს რომ მოусმინე ზუსტად ეგ ვაიბები წარმოვიღო და ადრე რო ყოფილიყო ეგეთი რესურსი გამისწორდებოდა ამიტომ ნახეთ აუცილებლად ჩაუჯექით როგორც იცით რამდენიმე ეპიზოდის წინ დუდო ახალსამსახურში წავიდა და ამიტომ ჯუნიორებს არ აქვთ ძალიან არ უჭირთ სამაგაზე მოკლედ ძალიან ზიმადლობა დატო ყველაფერს ჩავლინკავ description-ში და ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა. ეგ არის. დროებით ხალხო. ლევან. გურამ გათი.